La Cour Თხოვთ დაბრძანდეთ. გახსნილად ვაცხადებ ღია სხდომას საქმეზე ენუქიძე და გირგულიანის საქართველოს წინააღმდეგ საქმის დასაშვებობისა და არსებითი განხილვის ნაწილთან დაკავშირებით. საქმე შემოსული იქნა სასამართლოში 2007 წლის 11 ივნისს და 2008 წლის 17 მარტს ორი მომჩივნის, ქალბატონ ირინა ენუქიძისა და მისი მეუღლის, ბატონ გურამ გირგულიანის მიერ კონვენციის 34 მუხლის საფუძველზე. მომჩივანი ქალბატონი გარდაიცვალა 2007 წლის 24 აგვისტოს. საქმე დაეწერა სასამართლოს მეორე სექციას სასამართლოს რეგლამენტის 52 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. საჩივარი გადაეგზავნა მთავრობას 2008 წლის 24 ივნისს. მოპასუხე მთავრობა წარმოდგენილია ქალბატონ თინა ბურჯალიანის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილისა და ბატონი ლევან მესხორაძის სახელმწიფო მოხელის მიერ. მომჩივანი მხარე წარმოდგენილია შემდეგი პირებით: ადვოკატები შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი, ასევე თანაშემწე ქეთევან კვანტალიანი. მომჩივანი ბატონი გურამ გირგულიანი წარმოდგენილია ასევე. სასამართლოს სახელით მსურს მივესალმო მხარეებს. მივესალმები ასევე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისაგან შემდგარ დელეგაციას, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას. უნდა დავაზუსტო, რომ თარგმანი ორ ოფიციალურ ენაზე, ინგლისურსა და ფრანგულზე უზრუნველყოფილი იქნება. თურქულ ენაზე თარგმანი ნებადართული იქნა დელეგაციის წევრების სასარგებლოდ, რომელიც სასამართლოს მიერ არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად არ იქნება ოფიციალური ოქმის შემადგენელი ნაწილი. მოვეთათბირე, რომ მთავრობისა და მომჩივნის წარმომადგენლებს გამოსვლის თანმიმდევრობა განსაზღვრეთ შემდეგნაირად. ჩვენ მოусმენთ მთავრობის მხარეს ქალბატონ ბურჯალიანს და შემდგომ ბატონ ჯანდიერს, მომჩივნის მხარეს. სიტყვა ეძლევა მთავრობას. ქალბატონო, თქვენ გეძლევათ სიტყვა. შუადღე მშვიდობისა ქალბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით ქალბატონო და ბატონო მოსამართლეო. მე მქვია თინა ბურჯალიანი. მე გახლავართ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და როგორც ყოველთვის დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა საქართველოს მთავრობის სახელით. თქვენი ნებართვით გამოვიყენებ 40 წუთს ჩემი გამოსვლისთვის და დავიტოვებ 5 წუთს, რათა პასუხი გავცეთ თქვენს შეკითხვებთან ერთად მომჩივანი მხარის არგუმენტებს. მთავრობის დეტალური პოზიცია თითოეულ პრეტენზიასთან დაკავშირებით გადმოცემულია თქვენს წერილობით მოსაზრებებსა და რეპლიკაში, რომელიც სამდივნოს გუშინ გადავეცი ზეპირ გამოსვლასთან დაკავშირებული არგუმენტებისათვის დასამატებლად. დღეს მე წარმოგიდგენთ მთავრობის არსებით მოსაზრებებს საქმის ირგვლივ. ვიდრე კონკრეტულ შეკითხვებზე ვისაუბრებდე, მთავრობას სურს ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ისე როგორც ეს წარმოდგენილი იქნა მომჩივნის მიერ. იმისათვის, რათა არ გავამახვილოს სასამართლოს ყურადღება ფაქტობრივ გარემოებებზე, მოგიწოდებთ იხილოთ მთავრობის წერილობითი მოსაზრებები, რომელშიც საქმის ფაქტობრივი გარემოებები დეტალურადაა აღწერილი. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, ჩემი გამოსვლის პირველ ნაწილში მთავრობის სახელით მოგახსენებთ 4 საკითხზე, ხოლო ბოლოს მოგახსენებთ მომჩივანთა მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალაზე, რათა დაგიდასტუროთ, რომ იგი არ წარმოადგენს ინფორმაციის ნამდვილ და სარწმუნო წყაროს. ჩვენი არგუმენტები მდგომარეობს შემდეგში. პირველ რიგში, მომჩივანთა შვილის სიკვდილი არ შეიძლება მიეწეროს მთავრობას, ვინაიდან აგრესორები მოქმედებდნენ როგორც კერძო პირები.
მეორეც, მთავრობის პასუხისმგებლობა კონვენციის მიხედვით შეზღუდულია ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებით, რაც მთავრობის მიერ დაცული იქნა. მომჩივნის, როგორც დანაშაულის მსხვერპლის უფლება-მონაცვლის უფლება სრულად იქნა დაცული პროცედურის დროს. მეოთხეც, კონვენციის მეექვსე მუხლი არ გამოიყენება დანაშაულის მსხვერპლსა და პროკურატურის ორგანოებს შორის ურთიერთობაში. ამდენად, მეექვსე მუხლს არ აქვს შეხება ამ საქმესთან. ნება მიბოძეთ მოგახსენოთ თითეული ამ საკითხის ირგვლივ. მთავრობა აცხადებს, რომ მომჩივანთა შვილის გარდაცვალება არ შეიძლება სახელმწიფოს მიეწეროს, ვინაიდან აგრესორები მოქმედებდნენ როგორც კერძო პირები. მინდა დავეყნო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, მიკუთვნებითობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ მითითებული განჩინებები საქმეზე ლეონიდის საბერძნეთის წინააღმდეგ და კარაგიანოპოლუს საბერძნეთის როგორც ძირითადი პრეცედენტები იქნება ჩემი ყურადღების მთავარი საგანი. დაგისაბუთებთ, რომ ეს ორი საქმე განსხვავდება წინამდებარე საქმისაგან. განჩინებაში ლეონიდის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც ინციდენტი მოხდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ პოლიციელთა მოქმედება მთავრობას მიაკუთვნა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ გააკეთა ყველაფერი, რისი გონივრული მოლოდინით შეიძლებოდა ყოფილიყო, რათა პოლიციის ოპერაციის დროს თავიდან ყოფილიყო აცილებული რეალური და პირდაპირი რისკი სიცოცხლისათვის. სუსტ თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ოპერაციის ოფიციალური ხასიათი, რამაც განაპირობა მომჩივნის შვილის სიკვდილი, სხვა გარემოებებთან ერთად გახლდათ განსაზღვრელი გარემოება მთავრობის პასუხისმგებლობის განსასაზღვრად საქმეში ლეონიდის. ქმედების ოფიციალურ ხასიათთან დაკავშირებით, სადაო საკითხი უფრო ნათლად იკვეთება საქმეში კარაგიანოპოლუს. ამ საქმეში ინციდენტი მოხდა პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციისას, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიხედვით, პოლიციის შესაბამისი თანამშრომლებს შეეძლოთ დაეგეგმათ ოპერაცია, მათ შორის დასაკითხადაც წაეყვანა დაკავებული პირები კომისარიატში, სიფრთხილით და დანაკარგის გარეშე. ორივე მოყვანილ მაგალითში ამ სასამართლომ სიცოცხლის უფლებების უგულვებელყოფის გამო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა, იმიტომ, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ოფიციალური მოვალეობის შესრულების პროცესში, ასრულებდნენ რა თავიანთ მოვალეობას და შიდა კანონმდებლობა ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ არ იყო საკმარისად ნათელი. საქმეები ლეონიდის და კარაგიანოპოლუს არ განსხვავდებიან სასამართლოს პრეცედენტული სამართლისაგან. გადაწყვეტილებაში ნიკოლავა და ველიჩკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა დააკისრა სახელმწიფოს, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მკვლელობისათვის, მოქმედებდნენ მათი ოფიციალური მოვალეობის შესრულების პროცესში. ცხადია იმისათვის, რათა მიეკუთვნოს პოლიციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, ეს სასამართლო მხედველობაში იღებს მათი უფლებამოსილების ხასიათს და სფეროს ამ დროსთან მიმართებაში, როდესაც იგი განხორციელებული იქნა. გადამწყვეტია მოქმედების ოფიციალური ხასიათი, ვიდრე აგრესორთა მოქმედებების ზოგადად მიკუთვნება სახელმწიფოსათვის. საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ ამ სასამართლოს მიერ შემუშავებული ეს პრინციპული ელემენტი არ არსებობს ამ საქმეში. დამნაშავეები, როგორც ოფიციალური პირები კი არ მოქმედებდნენ, არამედ მათ შური იძიეს და ჩაიდინეს დანაშაული, რაც ნაკარნახევი იყო წმინდა პირადი მოტივებით. უფრო კონკრეტულად, განსხვავებით საქმეებისაგან ლეონიდის და კარაგიანოპოლუს პოლიციელები არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. ისინი მიდიოდნენ მათი მეგობრის დაბადების დღეზე, არ გააჩნდათ რაიმე ბრძანება, ან თუდაც განზრახვა დაეპატიმრებინათ მომჩივანთა შვილი პოლიციის ოპერაციის ფარგლებში, ან იმ მიზნით, რათა ის წარედგინათ კომპეტენტური ორგანოებისათვის. არ იყვნენ ამოცნობადი, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ესე იგი, არ ეცვათ პოლიციის ტანსაცმელი და არ ატარებდნენ სხვა ამოსაცნობ ოფიციალურ ნიშანს. ბატონი ბუხაიძის ჩვენება ამ საქმის პირველ ტომში ადასტურებს, რომ ახალგაზრდებს არ მიუჩნევიათ, რომ ეს პირები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავე ცნობილი 4-ვე პოლიციელი მოქმედებდა როგორც კერძო პირი.
და ლეონიდისა და კარაგიანოპოლისის საქმეებზე დადგენილი პრინციპები არ განსაზღვრავენ საქართველოს პასუხისმგებლობას ამ საქმეში. არალოგიკური იქნებოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრა მისი საჯარო მოხელეების მცდარი მოქმედებისათვის იმ მომენტისათვის, როდესაც ისინი ამას ჩადიან როგორც კერძო პირები. ზღვარი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის კერძო პირთან მათთან გათანაბრებული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის გამო უფრო დაბლა დგას, ვიდრე ზღვარი, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმ პირთა მოქმედებისათვის, რომლებიც მოქმედებდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ორივე საერთაშორისო საჯარო სამართალი და ამ სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აღიარებს ამ სხვაობას. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, მიკუთვნებითობის თეორიაზე დაყრდნობით გამორიცხოთ საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მომჩივანთა შვილის გარდაცვალების გამო. ქალბატონო და ბატონო მოსამართლეო, არ მაქვს განზრახვა ვასაბუთო, რომ სახელმწიფო არც ერთი გარემოების არსებობის შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მისი ფუნქციონერების მცდარი მოქმედებისათვის. თუნდაც, როცა ისინი არ ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ლიმიტირებულია ამ უკანასკნელის რეაქციით, აწარმოოს ეფექტური გამოძიება და ნება მიბოძეთ გადავიდე მეორე საკითხზე. გამოძიება მომჩივანთა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეფექტური იყო. წერილობით მოსაზრებებში მთავრობა მოგაწოდათ ამომწურავი ინფორმაცია გამოძიების პროცედურის შესახებ. თქვენი ნებართვით მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. გამოძიება მომჩივანთა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიწყო დაუყოვნებლივ, როგორც კი ინფორმაცია მიიღეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. გარკვეული პერიოდი 2006 წლის 28 იანვრიდან 5 მარტამდე თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო იყო პასუხისმგებელი გამოძიებაზე. თბილისის პროკურატურამ დაიქვემდებარა საქმე დაუყოვნებლივ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მონაწილეობას. საჯარო ინტერესები მოითხოვდა, რათა საქმის პოლიციისგან დამოუკიდებლად წარმართულიყო გამოძიება. ეს ფაქტი რამდენჯერმე იქნა გაპროტესტებული, მაგრამ არ არსებობს არავითარი არგუმენტი პოლიციის იმ გუნდის კეთილსინდისიერების საწინააღმდეგოდ, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას. პოლიციამ გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო აგრესორთა იდენტიფიცირების მიზნით. საქმის მასალების 1/3-ზე მეტი, რომლებიც სასამართლოს გადმოეცა, შეიცავენ ინფორმაციას, რომლებიც მოპოვებული იქნა პოლიციის მიერ. არაფერი მიუთითებს გამომძიებელთა მიკერძოებაზე. დეტალური ინფორმაცია პოლიციის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე მოიპოვება მთავრობის წერილობითი მოსაზრებების პუნქტებში 3.2.3-დან 3.2.15-მდე. მთავრობას გააზრებული აქვს სიკვდილის შესახებ დეტალური გამოძიების წარმოების აუცილებლობა. სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, განსაკუთრებით ახალ განჩინებაში ტარარიევა რუსეთის წინააღმდეგ, რომ კანონმა უნდა აკრძალოს და დასაჯოს მოკლა და კანონი უნდა იქნეს ეფექტურად გამოყენებული, რათა უკანონოდ განხორციელებული მკვლელობა დაქვემდებარებული იქნეს სისხლის სამართლებრივ სანქციას. სხვა კარგად ცნობილ განჩინებაში მაკ-კერი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სასამართლომ აღნიშნა და მე ვახდენ ციტირებას. გამოძიების ძირითადი მიზანია შიდა კანონების ეფექტური გამოყენება, რათა დაცული იქნეს სიცოცხლის უფლება. იმ განჩინებებში, რომლებიც ეხება საჯარო მოხელეებს ამ ფუნქციონერებს, ამ ორგანოთა პასუხისმგებლობის განსაზღვრა სიკვდილისათვის, რომელიც მათი პასუხისმგებლობისგან გამომდინარეობს. გამოძიების სახე, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ამ მიზანს, შეიძლება მერყეობდეს ერთი საქმიდან მეორეზე. ამის მიუხედავად, როგორი სახის გამოძიებაც არ უნდა იყოს. კომპეტენტურმა ორგანოებმა თავად უნდა იმოქმედონ, როგორც კი საქმის გარემოებების შესახებ ცნობილი გახდება მათთვის. ციტატის დასასრული. მოცემულ საქმეში გამოძიებამ დაადგინა და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 მაღალი და საშუალო თანამდებობის მქონე თანამშრომელი. სასამართლოებმა გამოიკლიეს მტკიცებულებები და მათ მიუსაჯეს სასჯელი ამ მტკიცებულებათა საფუძველზე. წარმოდგენილ მასალებში მთავრობამ
მოგაწოდათ დეტალური სტატისტიკა, რომლებიც ადასტურებენ, რომ შიდა სასამართლო ორგანოებმა გამოიყენეს კანონი ზუსტად ისე, როგორც ამას ახდენდნენ სხვა შესატყვის საქმეებში და ყოველგვარი პრეტენზია მათი მხრიდან ფავორიტიზმთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. იმავე პერიოდში გამოტანილ ათეულობით განაჩენთა ანალიზი არავითარ სხვაობას არ აჩვენებს მისჯილ-სასჯელთან დაკავშირებით. სასამართლო ორგანოებმა განმარტეს და გამოიყენეს სისხლის სამართლის კანონი ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთეს ბევრ სხვა საქმეში. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, ნება მიბოძეთ ვისაუბრო სხვა პირთა სავარაუდო მონაწილეობის საკითხის შესახებ ამ დანაშაულში. ჯერ ერთი, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ მოსაზრებას. მეორეც, გამოძიებამ დაადგინა და დაკითხა ყველა, რომელთაც ჰქონდათ პირდაპირი ან ირიბი კავშირი მომჩივანთა შვილის გარდაცვალებასთან. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია სხვა მტკიცებულებების. ყველა პირი, რომელიც იმყოფებოდა ბარ-შარდენში ინციდენტის საღამოს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, დაიკითხნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. პროცესის მონაწილე, მათ შორის მომჩივნის მხარემ მათ დაუსვა შეკითხვები. არც ერთი ჩვენებიდან არ გამომდინარეობდა იმგვარი რამ, რომელსაც შეეძლო შეეცვალა გამოძიების დასკვნები, თუმცა მთავრობა არ ზღუდავდა თავის შესაძლებლობებს მხედველობაში მიეღო მომჩივნის წუხილი და თუნდაც უზრუნველეყო მომჩივანთა მონაწილეობა ამ მცდელობაში. ობიექტური შეუძლებლობა დადასტურებულიყო ეჭვები არ შეიძლება იყოს საფუძველი, რათა გამოძიება დეფექტიანად იქნას მიჩნეული. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, მტკიცებულებათა არარსებობის მიუხედავად, რომელიც მიუთითებდა სხვათა მონაწილეობას ამ დანაშაულში, 2006 წლის 6 მაისს პროკურორმა რაიმე სახის ეჭვის გამორიცხვის მიზნით განახორციელა არაორდინალური პროცედურული მოქმედება და 4 ბრალდებულს შესთავაზა საპროცესო გარიგება, რათა გაცვლილიყო ინფორმაცია სხვა პოტენციურ დამნაშავეთა შესახებ. მიუხედავად ამ შეთავაზების ხასიათისა, იგი უარყოფილ იქნა ამ 4-ვე პირის მიერ. დამატებით მოსამართლემ სხდომის დროს შესთავაზა გათავისუფლება განსასჯელებს, თუ ისინი დაასახელებდნენ ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებელ სხვა პირებს. განსასჯელებმა კვლავ დაადასტურეს მათი ადრინდელი ჩვენებები და უარი განაცხადეს შეთავაზებაზე. შეთავაზების თაობაზე დეტალები მოცემულია სისხლის სამართლის საქმეში, ტომი 4, გვერდები 224, 226, ასევე ტომ 6-ში, გვერდებზე 25 და 26-ზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა გონივრული სახით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მონაწილეობას ამ დანაშაულში, ისევე როგორც პროკურორისა და მოსამართლის მიერ განხორციელებული საპროცესო შეთავაზების გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ მან გააკეთა ყველაფერი, რათა მხედველობაში მიეღო მომჩივნის დაუსაბუთებელი პრეტენზიები. ამ სასამართლომ მრავალგზის აღნიშნა, რომ ეფექტური გამოძიების წარმოების ვალდებულება წარმოადგენს არა შედეგის, არამედ საშუალების ვალდებულებას. იმ ფაქტის გამო, რომ მსხვერპლის ოჯახის მითითებები შეუძლებელი იყო დადასტურებულიყო, გამოძიება არაეფექტურად ვერ ჩაითვლება, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რათა დაედასტურებინა თავისი პოზიცია. და ამჯერად მინდა გადავიდე ჩემს მესამე არგუმენტზე იმის თაობაზე, რომ მომჩივნის უფლებები სისხლის სამართლებრივი პროცედურის დროს სრულად იქნა დაცული ამ საქმეში. დაზარალებულისა და ბრალდებულის უფლებათა წრე განსხვავდება ერთმანეთისაგან. განჩინებაში მაკ კერი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ამ სასამართლომ განაცხადა და მე ავახდენ ციტირებას. მსხვერპლის ახლობლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პროცედურაში იმ ზომით, რაც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი კანონიერი ინტერესები. ციტატის დასასრული. ამავდროულად სხვა განჩინებებში, როგორც პერეც საფრანგეთის წინააღმდეგ და ტოლსტოი მილოსლავსკი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და ჰელმერს შვედეთის წინააღმდეგ, სასამართლომ მიუთითა მრავალგზის, რომ კონვენცია არ წარმოადგენს უფლებას პირად შურისძიებაზე. როგორც სასამართლო პრაქტიკა, ისე ევროსაბჭოს პოლიტიკური ორგანოების ეგიდით მიღებული დოკუმენტები იზიარებენ დაზარალებულთა უფლებების დაცვას. ამის მიუხედავად, უდაოა, რომ დაზარალებულის უფლებები შეზღუდული და განსაზღვრულია.
გადაწყვეტილებაში ოგვიურ თურქეთის წინააღმდეგ სასამართლო მიუთითა დაზარალებულის უფლებაზე ინფორმირებული იყოს გამოძიების შესახებ და შემდგომში აღნიშნა, რომ ამ უფლებამ შეიძლება მოიცვას უფლება ინფორმირებული იყოს პროცედურის ადგილის, დროისა და შედეგების შესახებ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია 805-11 იგივეს მიუთითებს. მინისტრთა კომიტეტის სხვა რეკომენდაციებში დაზარალებულის უფლება იურიდიულ დახმარებაზე და უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე დადასტურებული იქნა. ამდენად ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მომჩივნის უფლებები უნდა იქნას განხილული ზემოთქმულის კონტექსტში და არა უფრო ვრცლად მეექვსე მუხლის კონტექსტში. და თუ თქვენ ნებას დამთავთ, მეექვსე მუხლზე ვისაუბრებ შემდგომ ეტაპზე. კიდევ რომ გესაუბროთ დაზარალებულის უფლებაზე, დაბეჭდებით უნდა განვაცხადო, რომ დაზარალებულთა სტატუსთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობა არაფრით განსხვავდება ევროსაბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოების კანონმდებლობისაგან. იგი სცნობს, რომ სისხლის სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთობას ბრალდებასა და ბრალდებულს შორის, თუმცა ადგენს სამართლიან ბალანსს, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულისათვის შესაძლებლობას წარადგინოს მტკიცებულებები. მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა გამოკვლევაში, დააყენოს შუამდგომლობები, გაასაჩივროს გადაწყვეტილებები როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვების დროს და ასე შემდეგ. დაზარალებულის უფლებათა კონტექსტში მომჩევანი მიუთითებს იმის თაობაზე, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს წინასწარი გამოძიების დასრულებამდე, მაშინ, როდესაც პროკურორს და ბრალდებულებს ეს უფლება მუდმივად ჰქონდათ. მომჩევანი აღნიშნავს, რომ ეს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის უპატივცემლობას. პირველ რიგში, ჩვენ მივიჩნევთ, რომ თანასწორობის პრინციპი არ გამოიყენება ამ თვალსაზრისით, ვინაიდან იგი ეხება პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის ურთიერთობას. ამის მიუხედავად, დაზარალებულის უფლება გაეცნოს მასალებს, ეხება ზოგადად დაზარალებულის უფლებას იყოს ინფორმირებული პროცედურის შესახებ, როგორც ეს არის დადასტურებული ამ სასამართლოს მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა უფლებას აძლევს დაზარალებულს გაეცნოს საქმის მასალების ასლებს მთლიანად წინასწარი გამოძიების ფინალურ ეტაპზე. კანონი არეგულირებს, მაგრამ არ ზღუდავს დაზარალებულის უფლებას გაეცნოს საქმის მასალებს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79 მუხლი უზრუნველყოფს დაზარალებულის უფლებას იცნობდეს ბრალდებულთა წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, წარადგინოს მტკიცებულებები და დააყენოს შუამდგომლობები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე. ამ საქმეში მომჩივნის ადვოკატს გადაეცა სისხლის სამართლის საქმის მთლიანი ასლი, როგორც კი გამოძიება დასრულდა. გარდა ამისა, მომჩივნები დამატებით მიუთითებენ, რომ არ იქნა უზრუნველყოფილი ყველა მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რაც უსაფუძვლოა, ვინაიდან მომჩივანმა მოითხოვა ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენენ საქმის შემადგენელ ნაწილს. მათი საოქმო ჩანაწერები მუდმივად დევს საქმეში და მომჩივნებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ამ საოქმო ჩანაწერებს. გარდა ამისა, მოწმეები, რომელთა ჩვენები ჩაწერილი იქნა ვიდეო გამოსახულების მეშვეობით, დაკითხულნი იქნენ და მათი ჩვენებები ხელახლა იქნა გამოკვლეული სასამართლოს ხდომებზე მომჩივნის ადვოკატის მონაწილეობით. ამდენად მომჩივნებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქმის ყველა მასალას, ხოლო საიდუმლო 14 მტკიცებულებაზე აპელირება სპეკულაციურია. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მომჩივანთა მოთხოვნა ვიდეო მტკიცებულებების გაცნობის თაობაზე, მაგრამ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან იგი არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს და მიზნად ისახავდა პროცესის გაჭიანურებას. ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შესახებ განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემაჯამებელ განაჩენთან ერთად. როგორც ამას ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 525 მუხლი. ეს პირობა ლოგიკურია, ვინაიდან თუ მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და რომ ამას არ შეეძლო ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა განაჩენზე, არ არის არავითარი საფუძველი, რომ შემაჯამებელი განაჩენი არ იქნა გასაჩივრებული. ამდენად კანონმდებლობა განსაზღვრავს,
რომ ამგვარი უარი შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ განაჩენთან ერთად. მომჩივნებმა მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილნი იყვნენ გამოცდილი იურისტით, არ შეასრულეს პროცედურით გათვალისწინებული პირობა და გაასაჩივრეს მხოლოდ უარის შესახებ დადგენილება, მაგრამ არა შემაჯამებელი განაჩენი. ბუნებრივია, აღნიშნული საფუძველზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. თავს ვერ მივცემთ უფლებას განვაცხადოთ, რომ ეს შეცდომის შედეგი იყო, ვინაიდან მომჩივნები წარმოდგენილნი იყვნენ გამოცდილი ადვოკატით. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კანონი იმპერატიულია ამ თვალსაზრისით. ჩანს, მომჩივნებს არ ჰქონდათ ინტერესი გამოეყენებინათ გასაჩივრების შიდა შესაძლებლობა. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, მოგახსენებთ ჩემს მეოთხე და ბოლო არგუმენტზე იმასთან დაკავშირებით, რომ მეექვსე მუხლის შემხებლობაში არ არის მოცემულ საქმესთან. როგორც ეს მოგახსენეთ, ამ სასამართლომ აღნიშნა არაერთგზის, რომ მეექვსე მუხლით გათვალისწინებული უფლებები არ გამოიყენება დაზარალებულის მიმართ, გარდა იმ ვიწრო ლიმიტისა, რომელიც განსაზღვრულია საქმე პერეს საფრანგეთის წინააღმდეგ და რამდენიმე იგივე სახის საქმეების მიმართ. სასამართლოს პრეცედენტების მიხედვით დაზარალებულებს შეუძლიათ მოიშველიონ მეექვსე მუხლის ზიანის ანაზღაურების ან სამოქალაქო ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც სისხლის სამართლებრივი პროცედურა გადამწყვეტია კომპენსაციის მიღების პერსპექტივისათვის. განჩინებაში პერეს ეს სასამართლო საკმაოდ მკაფიო იყო და განსაზღვრა, რომ მეექვსე მუხლი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუკი და ციტირებას ვახდენ, დაზარალებულის მოქმედება შურისძიებით არის ნაკარნახევი. ყველაზე გვიან მიღებულ განჩინებაში რანცევ კვიპროსისა და რუსეთის წინააღმდეგ სასამართლომ აღნიშნა, რომ მეექვსე მუხლი არ იძლევა უფლებას მოთხოვნილი იქნა სისხლის სამართლებრივი წესით საქმის განხილვა, ან სისხლის სამართლის საქმის აღძვის უფლებას მესამე პირთა მიმართ, ან მათ დამნაშავედ ცნობას. მომჩივანი მიუთითებდა კონვენციის მეექვსე მუხლის პირველ პარაგრაფზე, ვინაიდან კვიპროსის ხელისუფლებამ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი პროცედურა მისი ქალიშვილის სიკვდილის გამო. საჩივარი გამოცხადდა დაუშვებლად. რასიონე materie კონვენციის 35 მუხლის მესამე და მეოთხე პარაგრაფების შესაბამისად. ეს არის ის, რაც ამ სასამართლომ განაცხადა. დასკვნის გასაკეთებლად სასამართლო დაეყო მის წინა გადაწყვეტილებებს რამპონა იტალიის წინააღმდეგ, პერეს საფრანგეთის წინააღმდეგ და ლინჩევ ბულგარეთის წინააღმდეგ. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, მთავრობამ წერილობით მოსაზრებებში უკვე წამოსწია წინ მეექვსე მუხლის არ გამოყენების შესახებ არგუმენტები ამ საქმეში და მართებულად მიუთითა, რომ მის მიერ მოსაზრებების წარდგენის მომენტისათვის მომჩივანს არც ერთხელ არ ჰქონდა დაყენებული სამოქალაქო სარჩელი. მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სისხლის სამართლის პროცედურის პარალელურად ან დამოუკიდებლად უფლებას აძლევს დაზარალებულს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მომჩივნებმა არ წარადგინეს სამოქალაქო სარჩელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე მათ არ წარადგინათ საქართველოს მთავრობის მოსაზრებები. მხოლოდ აღნიშნულის 2009 წლის 6 ივლისის შემდეგ მომჩივნებმა წარადგინეს სამოქალაქო სარჩელი. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო სარჩელის წარდგენა არაფერს ცვლის მეექვსე მუხლის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე მივაწოდეთ წერილობითი სასამართლოს დეტალური ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში სამოქალაქო პროცედურასთან დაკავშირებით. უბრალოდ მსურს მოკლედ მოგახსენოთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა თანხა მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. როგორც თქვენ აღნიშნეთ, განჩინებაში პერეს დაზარალებულს შეუძლია მოიშველიოს კონვენციის მეექვსე მუხლი, თუ კი დაზარალებული ასევე წამოწევს სამოქალაქო პროცედურას სისხლის სამართლებრივ პროცედურასთან კავშირში და თუ კი სისხლის სამართლებრივი პროცედურა მიიჩნევა გადამწყვეტად ზიანის ანაზღაურების პერსპექტივისათვის. ამდენად მეექვსე მუხლი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ კი მომჩივანი დაადასტურებს, რომ ყველაფერმა სისხლის სამართლებრივი პროცედურის დროს შეუქცევადი გავლენა იქონია მის სამოქალაქო სარჩელზე. თუ წავიკითხავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფინანსური კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე, ვნახავთ, რომ სისხლის სამართლებრივ პროცედურას, გარდა იმისა, რაც უკავშირდება დამნაშავე ცნობის საკითხს, არ აქვს მნიშვნელობა სამოქალაქო სარჩელისათვის.
ამ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად თბილისის საქალაქო სასამართლო დაკმაყოფილდა იმით, რომ მოპასუხეები ცნობილნი იყვნენ დამნაშავედ ქმედებისათვის, რამაც განაპირობა მომჩივანთა შვილის სიკვდილი. დანაშაულის კვალიფიკაცია, სასჯელი ან დამნაშავედ ცნობილ პირთა რაოდენობა არავითარი მნიშვნელობის მატარებელი არ არის. ის, რაც სასამართლო მიიღო მხედველობაში, იყო ურთიერთობა მოსარჩელესა და დანაშაულის მსხვერპლს შორის. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური კომპენსაციის მიზანს არ წარმოადგენს ზიანის ექვივალენტური ფულადი კომპენსაცია, არამედ დანაშაულის შედეგად მიყენებული ტკივილის შემსუბუქება. მოსარჩელის მიერ გადატანილი განცდებია გადამწყვეტი კომპენსაციის მიკუთვნების დროს, ვიდრე სამოქალაქო მოპასუხეების მიერ განხორციელებული არაკანონიერი მოქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია. ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიდგომა. ამ დასკვნის შესაბამისად, სისხლის სამართლებრივ პროცედურას არ ჰქონია გავლენა მომჩივნის შესაძლებლობაზე წარედგინა სამოქალაქო სარჩელი და მიეღო კომპენსაცია ზიანისთვის, რაც დანაშაულით მიადგა. განჩინებაში რანცევ სასამართლომ დაუშვებლად ცნო რასიანე მატერიეს საჩივრის ნაწილი კონვენციის 35 მუხლის მესამე და მეოთხე პარაგრაფებზე დაყრდნობით, ვინაიდან ვახდენ ციტირებას. ადგილი არ ჰქონდა სისხლის სამართლებრივ ბრალდებას სამოქალაქო პროცედურის დროს მომჩივნისათვის. ციტატის დასასრული. ამ სასამართლოს პროცედენტულ სამართალზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საჩივარი კონვენციის მეექვსე მუხლიდან გამომდინარე უნდა იქნეს მიჩნეული დაუშვებლად რასიონე მატერია. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, თქვენი ნებართვით მსურს დავუთმო დარჩენილი დრო მომჩივანთა მიერ წარმოდგენილ ორ მასალას. იმთავითვე შეგვიძლია წუხილი გამოთქვათ, რომ მეორე მასალა გადმოგვეცა რამდენიმე დღით ადრე ამ სხდომამდე და ვიდეო მასალა ჯერ მთავრობას არ გადასცემია. თუმცა მისი წერილობითი ვერსიის გათვალისწინებით ამ საკითხზე წინააღმდეგობას არ გამოვხატავთ. ჩვენი ინფორმაციით ეს მასალა გავრცელებული იქნა 2009 წლის 13 ოქტომბერს და მომჩივნებს შესაბამისად დიდი დრო ჰქონდათ, რათა ის გამოეყენებინათ, ვიდრე დალოდებოდნენ ბოლო მომენტს. გავერიდოთ ამ არადელიკატურ მოქცევას, როგორც არ უნდა იყოს, ამ მასალის სანდოობა რჩევა სადაო. ამ სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია დასაშვებობასა და მტკიცებულებათა დამაჯერებლობაზე. თუმცა სხვა პატივსაცემა საერთაშორისო სასამართლოებმა, მაგალითად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ცნობილ საქმეში ნიკარაგუა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე გამოიმუშავა რამდენიმე წესი. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქმეში ნიკარაგუა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გაკეთებული მითითების მიხედვით, მედიის წყაროები უნდა იქნას გამოკვლეული განსაკუთრებული გულდასმით. სასამართლომ აღნიშნა და მე ვახდენ ციტირებას. მიუხედავად იმისა, რომ მედია წყაროები და გამოცემები ობიექტურობის მაღალ განცდას ტოვებს, სასამართლო მათ განიხილავს არა როგორც ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, არამედ როგორც საშუალებას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ზოგიერთი გარემოების შესწავლას. ციტატის დასასრული. ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური და საკონსულო თანამშრომლები თეირანის საქმეში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მედიის წყარო მიიჩნია მტკიცებულებად, ვინაიდან და მე ვახდენ ციტირებას, ისინი მთლიანად თანმიმდევრული და შესაბამისი იყო საქმის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან და საქმის მასალებთან. ციტატის დასასრული. საქმეში ნიკარაგუა სასამართლომ აღნიშნა, რომ საჭირო იყო განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ამ სფეროში და წამოსწია საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საქმისთვის, რამდენიმე მედია წყარო, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს ერთი და იგივე წყაროდან. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიჩნია და მე ვახდენ ციტირებას. მრავალი პუბლიკაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც ერთი წყაროდან გამომდინარე და ამ სიმრავლეს არ აქვს უფრო დიდი წონა, ვიდრე მათ პირვანდელ წყაროს. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა იქნას საგაზეთო პუბლიკაციები განხილული, რათა შეფასებული იქნას საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განსაკუთრებით იმისათვის, ქონდა თუ არა ადგილი საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს.
ციტატის დასასრული. ფაქტობრივად, ის რაც სასამართლომ აღნიშნა საქმეზე ნიკარაგუა პარაგრაფებში 62, 65, მედიის წყაროს მტკიცებულებათა ღირებულება მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად საყოველთაო ფაქტებს წარმოადგენენ ისინი, რაც თავისთავად განსხვავდება საჯარო მოსაზრებებისაგან და ძირითადად რამდენიმე ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ერთი წყარო არ წარმოადგენს სავალდებულოდ საყოველთაო საჯარო მოსაზრებას. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, ამ სტანდარტების აპირისპიროდ მომჩივანთა მიერ მოწოდებულ ვიდეო მასალებს არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ. ისინი არ შეიცავენ ავთენტურ ინფორმაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ეს მასალები წარმოადგენენ ჟურნალისტ და მცირე ჯგუფის მოსაზრებების გამოხატულებას და მინიმუმ ერთი მათგანი არის პოლიტიკური პარტიის წევრი. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქმეში ნიკარაგუა შეადარა რა ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე მტკიცებულებები გამოთქმულ მოსაზრებებს, განაცხადა, რომ და მე ვახდენ ციტირებას, გამოთქმული მოსაზრება წარმოადგენს შესაძლებლობის პირად, სუბიექტურ შეფასებას, რაც უნდა დადასტურდეს მათ ფაქტებთან კავშირით. ციტატის დასასრული. ამ საქმესთან დაკავშირებული მოსაზრებები შორსაა ფაქტებისაგან. ეს სასამართლო, როგორც საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოები, იურიდიული ინსტანციაა და ხელმძღვანელობს განსაზღვრული წესებით. მომჩივანთა ადვოკატებმა უნდა წარმოადგინონ იურიდიული საქმე, რომელიც არ დაეფუძნება ვარაუდებს. ჩვენი მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ორი მასალის საქმესთან შემხებლობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მათზე ვიმსჯელეთ და დავუსაბუთებთ სასამართლოს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და ჩემს მიერ აქ გაკეთებული განცხადებები და პოზიციები არ წარმოადგენს ცენზურის მცდელობას ვინმეს წინააღმდეგ. მთავრობა მხოლოდ ცდილობს დაადასტუროს ის, რომ მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მტკიცებულებად რომელიმე იურიდიულ ინსტანციაში, განსაკუთრებით ამ პატივსაცემ საერთაშორისო ორგანოში. მე ამ მასალებს მოვიხსენიებ პირობითად როგორც ნომერ პირველს და ნომერ მეორეს. ნომერ პირველი მასალა ეფუძნება უცნობ პირს, რომლის სახელი და სახი არ არის გამჟღავნებული. საერთაშორისო სასამართლოები უარს აცხადებენ მიიღონ ანონიმური მტკიცებულებები გარდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ისიც მკაცრად შეზღუდულ გარემოებების არსებობისას და თუ კი ინფორმაციის წყარო ცნობილია თავად სასამართლოსათვის, ისე რომ მეორე მხარეს შეეძლოს ის შეაფასოს. მასალის ავტორებმა ვერ წარადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო გაემყარებინა მათი შემოქმედებითი იმპროვიზაცია. ავტორები და უცნობი პიროვნება სთავაზობს რამდენიმე რამეს, მაგრამ ვერ ადასტურებს ვერაფერს. მსჯავრდებულებს სტუმრობდნენ მათი ნათესავები და მეგობრები ღამღამობით. ვიდეო მასალის ანალიზი ნათელს ხდის, რომ ეს მითითება ძალიან არადამაჯერებელია. მანქანები, რომლებიც შედიან და გამოდიან საპატიმრო დაწესებულებიდან, ადვილად იყო შესაძლებელი ემართათ პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ან სხვა ფუნქციონერებს, რომელთაც აქვთ უფლება, მოვალეობაც კი შევიდნენ საპატიმრო დაწესებულებებში ნებისმიერ დროს. ავტომობილის სანომრე ნიშნები და პირები საერთოდ არ ჩანს. ბ. ნათქვამია, რომ განსასჯელებს ჰქონდათ განსაკუთრებული კვებითი რეჟიმი და განსხვავებული საპატიმრო პირობები ზოგადად. ჩვენ ვუშვებთ, რომ ვიდეო ჩანაწერზე ერთ-ერთი განსასჯელი საუბრობს მობილურ ტელეფონზე და ურთიერთობს სხვა ოფიციალურ პირებთან. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, პროკურატურის ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება მაშინვე, როგორც კი ვიდეო მასალა ტრანსლირებული იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებით. რაც შეეხება მითითებას სპეციალურ კვებით რეჟიმსა და წვეულებების გამართვაზე, ვიდეო ჩანაწერით იგი ვერ დასტურდება და ჩანს ის წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას, რომელიც არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით. გ. ყველაზე ცინიკური და უსაფუძვლო ბრალდება და მითითება უკავშირდება განსასჯელთა მონაწილეობას 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, მთავრობის პოზიციაა, რომ მასალა ნომერი პირველი არ არის სარწმუნო და გამოსადეგი მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საერთაშორისო ნორმებს.
ნება მიბოძეთ გესაუბროთ მასალა ნომერ 2-ზე, რომელიც არ შეიცავს არავითარ ახალ ინფორმაციას ამ საქმისათვის, მაგრამ წარმოადგენს დაუკავშირებელი ფაქტების კომპილაციას. სასამართლოს დროს არ წავართმევ, რათა ვისაუბროს საქმეებზე, რომელთაც არ აქვთ კავშირი წინამდებარე სასამართლოს ხდომასთან, მაგრამ უდაოდ შევეხები საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, რომლებიც გამოყენებულია ამ მასალაში. ჯერ ერთი, ეს განცხადებები ეხება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას და პოლიციის ოპერაციებს. წინამდებარე საქმე ეხება კერძო პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ამავდროულად წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. შესაბამისად, მთავრობის პოზიციას პოლიციის ოპერაციებთან დაკავშირებით არავითარი შემხებლობა არ შეიძლება ჰქონდეს მოცემულ საქმესთან. მეტიც, ის ამოგლეჯილია კონტექსტიდან. ამ განცხადებებში არაფერია ისეთი, რომელიც წარმოაჩენდა მთავრობის რაიმე შეცდომას. ყველა საჯარო წესრიგზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი იტყოდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა დაიცვას საზოგადოება და გამოიყენოს იარაღი, თუ კი სიცოცხლე ან სხვათა ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. ეს არის განცხადებების სიტყვასიტყვითი ციტირება. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ნიკარაგუას ზემოხსენებულ საქმეში განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მედია საშუალებებით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებს და განაცხადა, მე ვახდენ ციტირებას. ზოგჯერ სასამართლოს მიერ საჭირო გახდა განცხადებების ინტერპრეტაცია იმის განსასაზღვრად ზუსტად, თუ რამდენად ადასტურებენ ეს განცხადებები ფაქტებს. ციტატის დასასრული. განცხადებები, რომელთა თაობაზეც მსჯელობთ აქ, კონტექსტიდანაა ამოღებული. გაკეთებულია ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც კავშირი არ აქვს წინამდებარე საქმესთან და ყოველივე ამის მიუხედავად, ეს განცხადებები არაფერს მიუთითებს, რაც ვნებას მიაყენებდა საქართველოს პოზიციას და გაამყარებდა მომჩივანთა პოზიციას. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, ვიდრე დასკვნას გავაკეთებ, ნება მიბოძეთ დავარწმუნო სასამართლო, რომ მთავრობას არასოდეს მოუხდენია იგნორირება იმ ტკივილისა, რომელიც გამომდინარეობს ამ დანაშაულისგან. თუმცა ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ კანონმორჩილნი და მართლმსაჯულების წინაშე წარვადგინოთ მხოლოდ ისინი, რომელთა ბრალეულობაც დადასტურებულია გონივრული ეჭვის გარეშე. ეს ნორმა თქვენთვის გასაგებია, ვინაიდან თქვენ თავად არაერთხელ გითქვამთ, რომ ეფექტური გამოძიება არის საშუალების და არა შედეგის ვალდებულება. მთავრობამ მოახდინა აგრესორთა იდენტიფიცირება და წარუდგინა ისინი მართლმსაჯულებას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მიუხედავად მათი მაღალი თანამდებობებისა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, რათა შეგვემსუბუქებინა ოჯახის ტანჯვა, თუნდაც ეს არ იყო ყოველთვის იოლი. ჩვენ მოქმედებდით დროულად და კანონის შესაბამისად. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ უარი უთხრათ მომჩივანთა საჩივრებს და გამორიცხოთ საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წინამდებარე საქმიდან. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, სურს დავასრულო და მადლობა გადაგიხადო თქვენი დროისა და ყურადღებისათვის. გმადლობ. დიდი მადლობა ქალბატონო ბურჯალიანი. ამჯერად ვთხოვ ადვოკატ დავით ჯანდიერს, მომჩივანთა წარმომადგენელს. გმადლობ ქალბატონო თავმჯდომარე. ქალბატონო თავმჯდომარე. ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა. სურს წარმოგიდგინოთ მოსაზრებები თქვენს მიერ სხდომისთვის დასმული შეკითხვების შესაბამისად. კონვენციის 38 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით. ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში 1571 ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა ვალდებულების შესახებ ითანამშრომლ ევროპის საბჭოსთან ხაზი გაუსვა, რომ წევრ სახელმწიფოებს აკისრიათ პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყონ სასამართლოს ფაქტების დადგენაში და უზრუნველყონ იგი შესაბამისი დოკუმენტებით, კერძოდ კი სისხლის სამართლის საქმის მასალებით. მინისტრთა კომიტეტმა 2006 წლის 4 ივლისის ნომერ 45 რეზოლუციაში, ისევე როგორც 2009 წლის 7 ოქტომბრის რეზოლუციაში, ხაზი გაუსვა ამ ვალდებულების ფუნდამენტურ მნიშვნელობას კონვენციის სისტემის ადეკვატური და ეფექტური ფუნქციონირებისათვის, სახელმწიფო კონვენციის 22 და 34 მუხლების თვალსაზრისით.
1990 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში არტიკო იტალიის წინააღმდეგ სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ კონვენციის ორგანოებთან სიმართლის დადგენის მიზნით. ასევე 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებაში მედოვა რუსეთის წინააღმდეგ სასამართლომ მიუთითა ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებზე და მე ვახდენ ტექსტის ორიგინალში ციტირებას. მთავრობის მხრიდან მის ხელთ არსებული ინფორმაციის დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტების გარეშე წარმოუდგენლობამ შეიძლება მიგვიყვანოს არა მხოლოდ იმ დასკვნამდე, რომ განცხადებლის მტკიცებები დასაბუთებულია, არამედ ასევე უარყოფითად დაისახოს იმაზე, თუ რა ზომით შეასრულა მოპასუხე მთავრობამ კონვენციის 38 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები. საქართველოს მთავრობამ არ წარუდგინა სასამართლოს ვიდეო ჩანაწერის 1 საათიანი მონაკვეთის სრული სახით, რომელიც ამოღებული იქნა წინასწარი გამოძიების მიერ ბატონი ბადრი პატრკაციშვილის რეზიდენციიდან და ყოველგვარი ახსნის გარეშე შემოიფარგლა მხოლოდ ფრაგმენტული ვერსიის წარმოდგენით. თუმცა მთავრობა ვალდებულია წარმოადგინოს ამოღებული 1 საათიანი ჩანაწერი სრულად, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით ეს ჩანაწერი გამოძიების მიერ ამოღებული იქნა და ყოველგვარი ეჭვის გარეშე სახელმწიფო მას ფლობს. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, საქართველოს მთავრობამ ისინი წარმოადგინა დაგვიანებით იმის საწინააღმდეგოდ, როგორც ეს მოთხოვნილია სასამართლოს მიერ, მაგალითად 2002 წლის 18 ივნისის განჩინებაში ორხან თურქეთის წინააღმდეგ. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა არასრული და დაგვიანებული წარდგენა საქართველოს მთავრობის მიერ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 38 მუხლის პირველი მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა დარღვევას. ბატონო ადვოკატო ჯანდიერი, მინდა გთხოვოთ ცოტა ნელა განაგრძო თარჯმნების ის ხელშეწყობის მიზნით. მადლობ. კარგით, გმადლობ. კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით. წერილობით მოსაზრებებში სიცოცხლის უფლების უპატივცემლობასთან დაკავშირებით წარმოუადგინეთ არა მხოლოდ დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტურობის, არამედ ასევე ამ დანაშაულის ორგანიზებასა და ჩადენასთან დაკავშირებული გარემოებები. საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ მსჯავრდებული სამი პირი მსხვერპლად წარედგა პოლიციელების სტატუსით. ერთ-ერთმა მათგანმა სცადა შეემოწმებინა მათი ვინაობა. ამ დანაშაულში ჩასადენად მათ გამოიყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში არსებული ავტომობილები, ასევე სამინისტროს იარაღი და ასევე მათი სტატუსი და პროფესიული ურთიერთობები. ამდენად ეს დანაშაული ჩადენილი იქნა სახელმწიფოს ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით. საქმის ამ სპეციფიკურ გარემოებათა გათვალისწინებით სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას მომჩივანთა შვილის სიცოცხლის ხელყოფისათვის. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევისათვის განპირობებულია არა მხოლოდ ზემოხსენებულ გარემოებებით, არამედ ასევე იმ ფაქტით, რომ ეს დანაშაული ორგანიზებული ნაბრძანები იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა ჯგუფის მიერ. წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერი, რომლის 1 საათიანი მონაკვეთი არ იქნა წარმოდგენილი მთავრობის მიერ, შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს, მეტიც დადასტურდეს სუფრაზე მყოფ პირთა პირდაპირი და არაორაზროვანი კავშირი ამ დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებასთან და კერძოდ იმ საკითხის გასარკვევად იმყოფებოდა თუ არა ბატონი მელნიკოვი დანაშაულის ადგილას. ამ უკანასკნელმა საქმის მასალების მიხედვით ნათხოვრა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონი ახალაიას ავტომობილი და გაჰყვა მომჩივანთა შვილს, როდესაც ეს უკანასკნელი გავიდა კაფედან. მომჩივანთა შვილთან ერთად ნაწამები ბატონი ბუხაიძის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების მიხედვით, სწორედ ბატონი მელნიკოვი შეუერთდა მოძალადეებს ოქროყანის სასაფლაოზე. ამდენად, რაც შეეხება დანაშაულის ორგანიზებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა ჯგუფის მიერ, საკითხი ეხება მტკიცებულებათა გაუხმაურებლობას მაშინ, როდესაც ეს მტკიცებულება მოპოვებული იქნა წინასწარი გამოძიების მიერ. აკონტრარიო გადაწყვეტილება ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით კონვენციის დადგენილი პროცედურა და ის ასევე უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეშიც არ ქმნის მკაცრად აფირმანტი ინკუმბი პროპაციო პრინციპის გამოყენების ვალდებულებას. ამ კუთხით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სწორედ მხარეთა საქციელი მტკიცებულებათა წარმოდგენის თვალსაზრისით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კომპეტენტურმა ორგანოებმა არ წარადგინეს მტკიცებულება, რომელსაც ფლობენ, მიზანშეწონილია შესაბამისი შედეგების გამოტანა და მტკიცების ტვირთის გადატანა მთავრობაზე. ამგვარი გადაწყვეტილება შეესაბამება პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მტკიცებულებებთან დაკავშირებულ სირთულეებს უკავშირდება. ზემოხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით ცხადია, რომ საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს დანაშაულისათვის, რომელსაც შედეგად მოჰყვა მომჩივანთა შვილის სიკვდილი, კერძოდ სახელმწიფოს მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენებისა და მტკიცებულებათა გაუხმაურებლობისათვის, ამ დანაშაულის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ორგანიზებისა და განხორციელების გამო, რომელსაც საიდუმლოდ ინახავს სახელმწიფო. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას.
რაც შეეხება სახელმწიფოს მოსაზრებებს 4 დამნაშავის მიერ მომჩივანთა შვილის მოკვლრის განზრახვის არარსებობის თაობაზე და იმ საკითხის შესახებ, რომ კონვენციის მეორე მუხლის დაცვის ქვეშ არ მოიაზრება არაგანზრახი მკვლელობა, აღნიშნული არ წარმოადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საფუძველს. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის შექმნის ეპოქაში ზედსართავი განზრახ უკავშირდებოდა სიკვდილით დასჯის გამოყენების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებლობას, რომელიც უკვე აღარაა აქტუალური ევროპაში. ამდენად განზრახვა მხოლოდ დამატებით ელემენტად შეიძლება იქნეს მიჩნეული. კონვენციის მეორე მუხლი არ არის საშუალება, რომელიც არაგანზრახ მკვლელობის ნებას დართავდა. რეალურად არ არსებობს მოკლის უფლება ან მოკლის ნებართვა. ის, რომ მეორე მუხლით დადგენილი დაცვის რეჟიმი არ შემოიფარგლება განზრახ მკვლელობით, გამომდინარეობს მეორე მუხლის შემადგენლობისა და სტრუქტურისაგან. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია რთულად მოვიდოდა შესაბამისობაში კონვენციის საგანსა და საბოლოო მიზანთან, ან სიცოცხლის დაცვის ზოგადი ვალდებულების თაობაზე მკაცრ ინტერპრეტაციასთან. 2009 წლის 8 იანვრის განჩინებაში ლეონიდის საბერძნეთის წინააღმდეგ, რომელშიც არ იყო დავა მხარეთა შორის პოლიციელთა მიერ მოკლის განზრახვის არარსებობის შესახებ, ისევე როგორც 2007 წლის 27 იანვრის განჩინებაში კარაგიანოპულოს საბერძნეთის წინააღმდეგ, რომელშიც არ ყოფილა კონსტატირებული, რომ სასიკვდილო ძალის განზრახ გამოყენებას ჰქონდა ადგილი, სასამართლომ დაადგინა საბერძნეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამდენად მოკლის განზრახვის რეალიზაციის დადასტურება არ წარმოადგენს წინაპირობას სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დასადგენად სიცოცხლის უფლების უპატივცემლობის გამო. ამდენად, რომც ჩავთვალოთ, რომ საჯარო მოხელეებს არ გააჩნდათ მომჩივანთა შვილის მოკლის განზრახვა, რაც თავის მხრივ არ შეესაბამება საქმის მასალებს, იგი არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძველი კონვენციის მეორე მუხლიდან გამომდინარე. კონვენციის მეორე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების გამო. 2006 წლის 28 იანვარსა და 5 მარტს შორის პერიოდში გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როდესაც 2006 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებობდა ეჭვები ამ სამინისტროს თანამშრომელთა კავშირის შესახებ მოცემულ დანაშაულთან. ეჭვები, რომლებიც მატერიალიზებული იყო ამ დღეს სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციის ამოღებით. მეტიც, 2006 წლის 16 თებერვალს სამინისტრომ დაკითხა აღნიშნული მაღალი თანამდებობის პირები, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე. საქართველოს პროკურატურა, რომელიც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ზედამხედველობას საქმის ყურში იყო, ვინაიდან პროკურორი მონაწილეობას იღებდა სასამართლოს ხდომებში, რომლებიც განიხილავდა ამოღების კანონიერად ცნობის საკითხს. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიება არ შეესაბამება სასამართლოს სხვადასხვა განჩინებებით, მათ შორის საქმეზე რამსაჰაი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ, ოგურ თურქეთის წინააღმდეგ დაკისრებულ ვალდებულებას კონვენციის მეორე მუხლით განსაზღვრული დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების თაობაზე. იმთავითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული ზოგიერთი მტკიცებულება არ იქნა შემდგომში საქმეზე დართული. ბატონი პატარკაციშვილის რეზიდენციის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დაჭრილი არასრული სახით წარმოდგენა და სასამართლოთა მუდმივი უარი მისი გაცნობის მოთხოვნაზე სავარაუდოს ხდის, რომ მთლიანი ჩანაწერი შემდგომში არ დაერთო საქმეს, რათა არ გარკვეულიყო საკითხი იმის თაობაზე, იყო თუ არა ბატონი მელნიკოვი ასული დანაშაულის ადგილას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული 3 მოძალადი სატელეფონო საუბრების სრული ამონაწილე არ დაერთო საქმეს. რაც შეეხება აგრესორ ალანიას, მისი სატელეფონო საუბრებიდან 3 გვერდი ასევე არ იქნა ჩადებული საქმეში, რაც შეიცავს სწორედ ინფორმაციას პირველი საათი და 40 წუთიდან, ანუ მომჩივანთა შვილის კაფედან გასვლამდე 20 წუთით ადრე, ვიდრე მომდევნო დღის 15 საათამდე. ვიდრე მომჩივანთა შვილმა დატოვა კაფე, ანძების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად სატელეფონო საუბარი არსებობდა აგრესორ ალანიასა და სუფრაზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებს შორის. გამოძიება აღნიშნულს იმით ხსნიდა, რომ თითქოს ბატონი ალანია უნდა მისულიყო კაფეში დროს გასატარებლად, მაგრამ ვინაიდან მოძალადეთა სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია არ იქნა დართული საქმეზე, შეუძლებელი გახდა დადგენილიყო არსებობდა თუ არა კომუნიკაცია სუფრაზე მცდომ პირებთან და სახელმწიფო ბატონ მელნიკოვთან ღამის 2 საათის, ანუ მომჩივანთა შვილის გატაცების შემდეგ, ვინაიდან საქმე არ შეიცავს სატელეფონო საუბრების შესახებ 2 საათის შემდგომ არსებულ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძალადეთა სატელეფონო საუბრების შესახებ ამოღებული სრული ინფორმაცია შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო ასევე სხვა პირები, რომლებსაც დამნაშავეებთან ჰქონდათ კავშირი მომჩივანის შვილის გატაცებამდე და გატაცების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 3 აგრესორის სატელეფონო საუბრების შესახებ მცირე და ფრაგმენტული ინფორმაციის შემცველი გამარტივებული ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში დაერთო პროკურატურის მიერ საქმეს, დამონტაჟებულია თავად პროკურატურის მიერ, რათა დაედასტურებინათ ოფიციალური ვერსიის საფუძვლიანობა და არ იძლევა ზუსტ იდეას განხორციელებული ზარების შესახებ. მაგალითად, მთავრობის მიერ ამ სასამართლოსათვის წარმოდგენილი 21
მემართა სიდი, სასლი, ისევე როგორც სხვა სიდები არ შეიცავენ მოძალადეთა იმ ზარების უმეტესობას, რომლებიც მითითებულია პროკურატურის მიერ შედგენილ სქემაში. აღნიშნული ქმნის ვარაუდს, რომ სავარაუდოდ ან სქემა, ან სიდის ასლი, ან ორივე ერთდროულად ფალსიფიცირებულია. როგორც ეს არის აღნიშნული საჩივარში, მომჩივანს არ დაერთუნება მონაწილეობა მიიღო მის მიერვე ინიციირებულ საგამოძიებო მოქმედებებში 2006 წლის 12 თებერვალს. ამასთან, საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მას არ ჰქონდა უფლება ბრალდებულებისაგან განსხვავებით წინასწარი გამოძიების დროს გაცნობოდა საქმის მასალებს. იმის საწინააღმდეგოდ, რასაც მიუთითებს მთავრობა, ეს შეზღუდული უფლებები არ არის კომპენსირებული იგივე უფლებების პროკურორისათვის მინიჭებით. თუკი პროკურორი სათანადოდ არ ახორციელებს ბრალდებლის ფუნქციას, რაც მოხდა რეალურად კიდეც, ვინაიდან პროკურორებს მანანა მოსულიშვილსა და შოთა გენგაშვილს მხარი არ დაუჭერიათ მომჩივნის არც ერთი მოთხოვნისათვის, რაც ასევე ასახულია სახალხო დამცველის 2006 წლის მოხსენების პირველ ნაწილში და თუკი დაზარალებული არ იქნება აღჭურვილი იგივე უფლებებით, რითაც ბრალდებული, ანუ მინიმუმ ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს საქმის მასალებს, მისთვის შეუძლებელი ხდება იმ საკითხის წლის განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია მისი პროცედურული უფლებების განსახორციელებლად და საკუთარი პოზიციის დასაცავად. შესაბამისად, პროცედურა არ წარიმართა სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრულია განჩინებაში სლიმანის საფრანგეთის წინააღმდეგ. D'identifier les questions indispensables à l'exercice de ses droits procéduraux et d'élaborer sa propre défense. Ainsi, la procédure ne s'est pas déroulée conformément aux standards établis, notamment par l'arrêt Slimani contre France. საგანგაშოა იმის აღნიშვნა, რომ მიუხედავად მომჩევნის მრავალი მოთხოვნისა, საქმეზე დართული მტკიცებულებები არ გახადეს ღია სასამართლოებმა და ისინი არ განხილულა მხარეთა მონაწილეობით. ამდენად, სასამართლოთა უარმა საჯარო გამხდარიყო მტკიცებულებები, მომჩივნის დაცვის შესაძლებლობა გახადა თეორიული, ილუზორული. შესაბამისად, სასამართლო გამოძიება არ შეესაბამებოდა კონვენციის მეორე მუხლით განსაზღვრულ პროცედურულ ვალდებულებებს. ოფიციალური ვერსიის მიხედვით დანაშაულს წინ უძღოდა შელაპარაკება კაფე შარდენის შესასრულში, კაფედან გამომავალ მომჩივანთა შვილსა და ერთ-ერთ დამნაშავეს შორის, რომელსაც თითქოს ჰქონდა განზრახვა იქ შესულიყო. საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ ამ პირის იდენტიფიცირებამ კაფის დაცვის სამსახურის მიერ დაკარგა მნიშვნელობა ერთ-ერთი ბრალდებულის აღიარების სატელევიზიო გაშუქების შემდეგ პოსტფაქტუმ. კაფეს დაცვის თანამშრომელთა დაკითხვა დანაშაულის ჩადენიდან 45-ზე მეტი დღის გასვლის შემდეგ და ბატონი ალანიას ამოცნობის ჩაუტარებლობამ, ასევე აგრესორ ალანიას დაკავებისა და აღიარების პოპულისტურმა მედიატიზებამ პროკურატურის მიერ ტელევიზიით ავნეს გამოძიების ეფექტურობას, რათა გადამოწმებულიყო ბატონი ალანიას ჩვენების სარწმუნოობა. მომჩივნის 2006 წლის 21 დეკემბრისა და 2007 წლის 16 თებერვლის საჩივრებს, რომლებშიც იგი ითხოვდა სისხლისამართლის საქმის აღძროს გამოძიებელთა წინააღმდეგ, უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა განადგურების გამო არავითარი მსვლელობა არ მისცემია. ამდენად შეგვიძლია მოვახდინოთ კონსტატირება, რომ როდესაც გამოძიება არ იყო ეფექტური და ეფექტურობის სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება არსებობდა უგულებელყოფილი იქნა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი ვალდებულებების შესრულება კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე. თუ დავეყრდნობით სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებაში ახმადოვა და ახმადოვ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებულ ფორმულირებას. სპონტანურ აღიარებას უკავშირდება ფაქტი, რომელიც გადმოცემულია საქართველოს მთავრობის მოსაზრებების 2.18 პუნქტში, რომლის ურთიერთმემართება განსაკუთრებით საინტერესოა 2.19 და 2.20 პუნქტებთან. მთავრობა მიუთითა, რომ ბატონმა ახალაიამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაშინვე აუწყა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონი ალანიას მოთხოვნის შესახებ გადაიყვანა Mercedes ML მოდელის ავტომობილი თბილისიდან ქუთაისში. ვინაიდან ამ მოთხოვნამ მას აფიქრებინა, რომ ბატონი ალანია დაკავშირებული იყო ამ საქმესთან. ამასთან მთავრობამ მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი დაუყოვნებლივ იქნენ ინფორმირებულნი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სატელეფონო საუბრების ამოღების შესახებ. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ ცნობილი იყო მინისტრ ბატონ მერაბიშვილისა და გენერალურ პროკურორ ბატონ ადეიშვილისათვის მაქსიმუმ 2006 წლის 31 იანვრიდან. ბატონი ალანია სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციის ამოღების თარიღიდან. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელა გამოძიება 2006 წლის 5 მარტამდე. ნათელია, რომ 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც მთავრობის მიერ გუშინ იქნა წარმოდგენილი, ფალსიფიცირებული ამ სხდომისათვის, რომც მივიღოთ მხედველობაში მასზე მითითებული თარიღი, პროკურატურას უნდა გამოეთხოვა საქმე არაუგვიანეს 2006 წლის 24 თებერვლისა. ვინაიდან ბრალდებულები კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთსაკანში იმყოფებოდნენ, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთთან შეეთანხმებინათ საკუთარი დაცვითი პოზიციები.
განცალკევებით მათი განთავსებისათვის 4 საკანი საკმარისი იყო. უკიდურეს შემთხვევაში სავსებით შესაძლებელი იყო მათი განთავსება სასჯელ ახსნილების სხვა დაწესებულებაში. ამდენად არც გამომძიებლის დუმილი, არც სადრემონტო სამუშაოების ხსენება სასჯელ ახსნილების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის განცხადებიდან 1 თვის შემდეგ გამართლებას არ წარმოადგენს, მით უფრო რომ სარემონტო სამუშაოების შესახებ განაცხადი არ ყოფილა გამტკიცებული რაიმე სახის მტკიცებულებით. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოების შესახებ მტკიცებულებას, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით და რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინ წარმოადგენა, ნათელია შექმნილია ამ სხდომისათვის. ასევე გაუგებარია ბრალდებულთა ერთ საკანში განთავსება რატომ დაიცავდა მათ პოლიტიზირებული აჟიტირებისაგან, როგორც ამას მიუთითებს საქართველოს მთავრობა, რაც წმინდა სპეკულაციას წარმოადგენს და ან რატომ იქნებოდნენ ისინი ნაკლებად დაცულნი თუ კი განთავსდებოდნენ სხვადასხვა საკნებში. Et ou pourquoi ils auraient été moins protégés s'ils avaient été placés dans de différentes cellules. გამოძიების ეფექტურობის საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პირები, რომლებიც კავშირში იმყოფებოდნენ 4 დამნაშავესთან 2006 წლის 27 და 28 იანვარს, არ ყოფილან დაკითხული მათი სატელეფონო საუბრების შინაარსის შესახებ. სასამართლოთა მიერ მხარეთა შესაძლებლობათა თანასწორობის უგულებელყოფასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებული შუამდგომლობა, რათა მას მისცემოდა 3 დღე საქმის მასალების გასაცნობად. როგორც უკვე მოგახსენეთ, დაზარალებულს არ აქვს უფლება გაეცნოს საქმის მასალებს საბრალდებო დასკვნის დამტკიცებამდე. ამდენად 5 დღეში, ანუ საბრალდებო დასკვნის სასამართლოში გადაგზავნასა და სხდომის თარიღის დანიშვნის შორის პერიოდში შეუძლებელი გახდა 5 ტომისაგან შემდგარი საქმის გაცნობა. მეტიც, სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მომჩივნის დაცვის შუამდგომლობა 7 დღის, შემდგომ კი 1 დღის მინიჭების თაობაზე დაცვის სიტყვის მოსამზადებლად. მიცემული იქნა მხოლოდ 1 საათი, მაშინ, როდესაც სასამართლო გამოძიება დასრულდა პირველი სხდომიდან მე-9 დღეს. როგორც ის აღნიშნულია სახალხო დამცველის 2006 წლის მოხსენების პირველ ნაწილში, გირგულიანის საქმეზე პროკურატურა და დაცვის მხარე ერთობლივად ცდილობდნენ მათთვის სასურველი შედეგის მიღწევას. ყველა საქმისათვის არსებით შუამდგომლობაზე პროკურატურა და დაცვის მხარე ერთ პოზიციას გამოხატავდა. რეალურად ბრალდების ფუნქციის განხორციელება დაზარალებულს უწევდა. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ ყველა შუამდგომლობას მხარს უჭერდა როგორც პროკურორი, ასევე განსაჯელთა დაცვის მხარე. მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში სასამართლოს მხრიდან ხდებოდა დაზარალებული მხარის დისკრედიტაცია. სასამართლო ხელისუფლების როლი მნიშვნელოვანია სამართლებრივ სახელმწიფოში. მოსამართლეთა მიერ კანონის პატივისცემა, ადეკვატური და მიუკერძოებელი პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენენ საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად. მანერა, რომლითაც სხდომები მიმდინარეობდა, არადამაკმაყოფილებელი იყო. სიტუაცია უფრო კონტროლდებოდა შეიარაღებულ ნიღბიან სპეცრაზმელთა, ვიდრე მოსამართლის მიერ. განსაჯელებზე მუდმივად ჩამოყალიბებული იყვნენ პირები, რაც შეუძლებელს ხდიდა მათი დანახვის ნებისმიერ მცდელობას ან მათი განცხადებების გულწრფელობის აღქმას. პროკურატურის სამკედრენიშნიანი თანამშრომლები გადასცემდნენ ტელეფონით მიღებულ რჩევებს განსაჯელებს სხდომათა დარბაზში, უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას, რაც მითითებულია ასევე სახალხო დამცველის მოხსენებაში და სასამართლოსათვის წარმოდგენილ ვიდეო მასალაში. მოსამართლე, რომელსაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სათათბირო დარბაზში, დგებოდა და მიემართებოდა დაუფარავად წედა უცხო პირთათვის აკრძალულ სართულზე, სადაც მომჩივნის ახლობის წყაროს ცნობით უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ის, რომელმაც შემდგომში ეს საქმე განიხილა უზენაეს სასამართლოში, მას კარნახობდა განჩინებებს. დაბრუნებული სხდომათა დარბაზში ის აცხადებდა ამ განჩინებებს. ამ სიტუაციათა გათვალისწინებით შეუძლებელია მიჩნეული იქნეს სასამართლო გამოძიება როგორც პროდუქტიული და წარმართული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის მიერ. L'enquête judiciaire comme productive et conduite par un juge indépendant et impartial. მტკიცებულებათა გაცნობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. სასამართლოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაფასონ საგამოძიებო ოქმების კანონიერება და გამოძიების შედეგები, რათა შეამოწმონ, იქნა თუ არა კანონი დაცული წინასწარი გამოძიების დროს და შესაბამისი საგამოძიებო ოქმები შეიცავენ თუ არა დაუშვებელ მტკიცებულებებს. როგორც ეს აღნიშნული იქნა 2008 წლის 8 იანვრის განჩინებაში საიგილი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ და ვახტენ ციტირებას, საზოგადოების ნდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ისეთი მისიის შესრულებისათვის, როგორიცაა პროკურატურის სამსახური. ამასთან ამ სამსახურის წარმომადგენლებმა, რომელთაც ეს ფუნქცია აკისრიათ, ხელი უნდა შეუწყონ თავად და გაამართლონ ნდობა, მაგალითად საჭირო გულისხმიერებით სისხლისამართლებრივი საქმის აღძვრით, რომელიც მარჯვენა ხელს წარმოადგენს სახელმწიფოსათვის დანაშაულთა პრევენციის, დასჯისა და მოქალაქეთა დაცვისათვის. წარმოდგენილ ვიდეო მასალებში ვხედავთ, რომ გამომძიებლები უფრო იმით არიან დაკავებულნი, რომ გარიყონ სახელმწიფოს მაღალ ჩინოვნიკთა პასუხისმგებლობა ამ საქმიდან, ვიდრე დაადგინონ მომჩივანთა შვილის სიკვდილის შესახებ გარემოებები. გამომძიებლები ვალერი ლაცუსბაია და ალექსანდრე მგელაძე, რომლებიც მოწმეთათვის ტექსტის კარნახის პროცესში არიან, ჩვენების შემდგომ მათ ხელს აწერინებენ, თითქოს ჩვენებები დაწერილია მათი სიტყვებით, თავისუფალი თხრობით იმის შესაბამისად, რასაც ითხოვს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსი. მომჩივანს, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა გაცნობოდა ამ ჩანაწერებს, ამ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის საკითხი დადგებოდა იმ თავითვე, ვინაიდან გამომძიებელს უფლება აქვს მხოლოდ დააზუსტოს თავისი შეკითხვებით მისთვის საინტერესო დეტალები. მას არა აქვს უფლება ამოიღოს გარკვეული გარემოებები და სიტყვები და ამ გზით აქცენტი გააკეთოს მისთვის პრიორიტეტულ ან სასურველ ვერსიაზე. ეს ვიდეო ჩანაწერები იძლევა რამდენიმე
მაგალითს. et de cette manière de mettre l'accent sur une version prioritaire ou souhaitée. Ces enregistrements vidéo démontrent quelques exemples. L'enquêteur გამომძიებელი, რომელიც უსვამს შეკითხვას მოწმე ბუხაიძეს იმის თაობაზე, ის და სანდრო ერთად გავიდნენ თუ არა კაფედან, პასუხად დაწერინებს არასრულ ფრაზას. ბარში ვიმყოფებოდით 40 წუთი, რის შემდეგაც გავედით გარეთ და მას არ აწერინებს მისი ბუხაიძის მიერ ნათქვამ ფრაზას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთად გავიდნენ კაფედან. როგორც მოგახსენეთ, პროკურატურა იჩემებდა ინციდენტის არსებობას ბარის შესასვლელ კარებში მომჩივანთა შვილსა და ერთ დამნაშავეს შორის, რაც რეალურად არც არავის უნახავს, რათა აეხსნა დანაშაულის ჩადენის მოტივი. გამომძიებელი კარნახობს მოწმეს, მე მხედველობაში მქონდა გატაცება და არა წინა ინციდენტი, რაც ბუხაიძეს საერთოდ არ უთქვამს, რითაც გამომძიებელი შეეცადა აქცენტი გაეკეთებინა თითქოს მანამდე კაფედან გასვლისას ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის შეკითხვაზე ხომ მშვიდობაო, რატომ დაუსვამდა ამ შეკითხვას თუ ეს ასე არ იყო? მაისურაძის პასუხი იმის შესახებ, რომ მოვგვარდით მომჩივნის შვილთანო, გამომძიებელი სხვა სიტყვებს აწერინებს. კი, ყველაფერი კარგადაა. გამომძიებელი კარნახობს მოწმეს, სანამ დავემშვიდობებოდი სანდროს, მანამდე სთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ომელნიკოვს სიგარეტის მოტანა, მაგრამ კარნახის დროს გამომძიებელი არ აფიქსირებინებს ნათქვამს იმის თაობაზე, რომ მას ეს არ გაუგონია, ვინაიდან მოწმე ამბობს, ეტყობაო. სხვა მნიშვნელოვანი დეტალი, დაკითხვის დროს გამომძიებელი, როდესაც იგი უსვამდა შეკითხვას, udasturებს ბატონ ახალაიას, რომ მისი მონათხრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლისათვის ბატონი მელნიკოვის სიგარეტზე გაგზავნის გარემოებათა ირგვლივ დადასტურებული იქნა მძღოლ ჩიფაშვილის მიერ თავის დაკითხვაში. მაშინ, როდესაც დაკითხვის უკნის მიხედვით იმავე დღეს ბატონი ახალაიას დაკითხვა დაიწყო 11 საათსა და 32 წუთზე და დასრულდა 13 საათსა და 29 წუთზე, ხოლო ბატონი ჩიფაშვილის დაიწყო 16 საათსა და 16 წუთზე და დასრულდა 18 საათსა და 42 წუთზე. საიდან უნდა სწორნდა გამომძიებელს წინასწარ რა ჩვენებას აძლევდა ბატონი ჩიფაშვილი? De quelle manière l'enquêteur pouvait-il connaître le contenu de la déposition ultérieure de M. Chipashvili? სამწუხაროდ ეს გამომძიებელი, რომელიც უნდა ყოფილიყო სამთავრობო დელეგაციის წევრი, დღეს არ არის სტომაზე წარმოდგენილი, ეგ მას გაეცა პირდაპირ პასუხი ამ პრეტენზიებისათვის. საერთო ჯამში 14 მტკიცებულების გაცნობის მოთხოვნა სამივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე წარდგენილი იქნა 14 ჯერ. 9 ჯერ ამ მოთხოვნას არავითარი მსვლელობა არ მისცემია. შემიძლია მოვიშველიო დაუკმაყოფილებლობის მაგალითები. 2006 წლის 3 ივლისის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ვინაიდან მოსამართლემ დაადგინა ოქმებში ასახულ მტკიცებულებათა შინაარსის გამოქვეყნება, რაც არ ყოფილა მოთხოვნილი. 2006 წლის 5 ივლისის შუამდგომლობა ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები სრულად იქნა შესწავლილი სხდომის დროს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ზემდგომ სასამართლო ინსტანციათა მიერ შუამდგომლობათა დაუკმაყოფილებლობა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება არ ყოფილა გასაჩივრებული, დაუსაბუთებელია. უდავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ექვემდებარება გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მხოლოდ განაჩენთან ერთად და არა კერძო საჩივრით. სააპელაციო სასამართლო საქართველოში არ არის უფლებამოსილი უფრო მძიმე კვალიფიკაცია მიანიჭოს განსაჯელთა ქმედებებს, ვიდრე საბრალდებო დასკვნითაა განსაზღვრული ან დააბრუნოს საქმე წინასწარი გამოძიებისათვის ხელახლა განსახილულად ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნოს საქმე. შესაბამისად, მომჩივანმა არ ჩათვალა ეფექტურად განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრება. თუმცა, არსებობდა იმავე მოთხოვნის დაკმაყოფილების ალტერნატიული საშუალება, შუამდგომლობის დაყენება უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ამ უფლების რეალიზაცია არ არის დამოკიდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებაზე. ეს შესაძლებელია ავტონომიურად. ამდენად, ფორმალური თვალსაზრისით, როგორც პროცესში სავალდებულოდ მონაწილე მხარეს, მომჩივანს ჰქონდა ეს უფლება და ზემდგომ სასამართლოს გააჩნდა ვალდებულება და კომპეტენცია ემსჯელა ამ საკითხზე. ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ მოთხოვნაზე ერთი და იმავე საპროცესო ნორმების გამოყენებით. Dans les deux cas, le même tribunal devait examiner cette question en appliquant les mêmes normes de procédure. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა იური ტყეშელაშვილის, ზაზა მეიშვილისა და ლევან მურუსიძის უარს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ახალი გარემოებების არარსებობის გამო, რომელიც დაადასტურებდა, რომ მტკიცებულებები გამოკვლეული იქნა კანონის დარღვევით, უსაფუძვლოა ორი გარემოების გამო. პირველ რიგში მომჩივანს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით შესაძლებლობა არ მისცემია მტკიცებულებათა თავდაპირველი ინიციალური გაცნობისა წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ. შესაბამისად, იგი ამ უფლებას ინარჩუნებდა როგორც აპელაციაში, ისე კასაციაში და რაც მოთხოვნილი იქნა კიდეც სამივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე. მეორეც, რომც ჩავთვალოთ, რომ მტკიცებულებათა ახალ გამოკვლევას ჰქონდა ადგილი, პირველი ინსტანციის მოსამართლე გიორგი ჩემიამ უბრალოდ მოიტყუა, როდესაც აღნიშნა, რომ მტკიცებულებები უკვე გამოკვლეული იქნა, მაშინ როდესაც ეს არ მომხდარა. აღნიშნულის გამო სხდომის ოქმის მიმართ შენიშვნები იქნა დართული საქმეზე. ასე იყო მაშინაც, როდესაც იმავე მოსამართლემ მიუთითა, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა გასნობოდა საქმის მასალებს წინასწარი გამოძიების დროს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მომჩივანმა მოითხოვნა
მოთხოვა მტკიცებულებათა გაცნობა სამივე ინსტანციის წინაშე და ამ გზით მან ამოწურა გასაჩივრების შესაძლებლობები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ჩათვლით მტკიცებულებათა გაცნობის შესახებ ამავე სასამართლოს შემაჯამებელ განაჩენთან ერთად. მნიშვნელოვანია აღენიშნოს, რომ შიდა სასამართლოები ღიად გამოხატავდნენ წინააღმდეგობას მტკიცებულებათა გაცნობის თაობაზე, რათა დანაშაულის ოფიციალური ვერსია ეჭქვეშ არ დამდგარიყო. როგორც ეს იქნა დაუფარავად გაცხადებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილის მიერ მტკიცებულებათა გაცნობაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მიღების შემდეგ და მოვიყვან მის სიტყვებს, რომელიც ფიგურირებს ოქროში, ნუ დააყენებთ იმგვარ შუამდგომლობებს, რომლებზეც წინასწარვე იცით, რომ არ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ. აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს ასევე ევროპული სასამართლოს მრავალი მოთხოვნით მტკიცებულებათა გაცნობის შესახებ და ასევე მთავრობის მიერ ამ მტკიცებულებათა არასრულად და დაგვიანებით წარმოდგენით. ამდენად მტკიცებულებათა გაუცნობლობა წარმოადგენდა ერთგვარ ადმინისტრაციულ პრაქტიკას მომჩივანის მიმართ. ეროვნული ორგანოების პასიურობა მომჩივნის სერიოზულ მითითებებზე მტკიცებულებათა გაცნობის საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ეს პროცედურა მოკლებული იყო წარმატების ყოველგვარ შანსს. ბატონმა ბუხაიძემ ახსნა, რომ წინასწარი გამოძიების დროს და გამომძიებელთა რჩევის შესაბამისად ბატონი მელნიკოვის ამოცნობა ჩატარდა მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე. ბატონი ბუხაიძის ჩვენების მიხედვით გამომძიებელმა მას ურჩია არ ამოეცნო ბატონი მელნიკოვი. მომჩივანმა მოითხოვა მელნიკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რასაც განვითარება არ მოჰყოლია. მაშინ, როდესაც ბატონმა ბუხაიძემ სასამართლოს ხდომის დროს იგი ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სხვა პირებთან ერთად წამებაში და რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკითა და აგრესიულობით. პროკურატურის ორგანოებმა არაცნობეს მომჩივანს თუ რატომ არ იქნა ინფორმაცია მრავალი წინააღმდეგობის შესახებ მხედველობაში მიღებული, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რათა გამოძიება დაწყებულიყო და ეს ინფორმაცია რატომ სცდებოდა გონივრულობის ფარგლებს, როგორც ამას აცხადებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საქართველოს მთავრობა. საპასუხოდ თუ შეიძლება ითქვას, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ბატონი ბუხაიძის წინააღმდეგ არსებითად განსხვავებული ჩვენების მიცემის ფაქტზე და ეს მანამ, ვიდრე ბატონი მელნიკოვი დაიკითხებოდა. წინასწარი და სასამართლო გამოძიება ემსახურებოდა ერთ მიზანს. დაფარულიყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ დამნაშავენი გამოძახებულნი იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ქალბატონ თაკო სალაყაია მერაბიშვილისა და მისი მეგობრების ბატონი დათა ახალაიას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბატონი ოლეგ მელნიკოვის, ბატონი ახალაიას მოადგილის, ბატონი ვასილ სანოძის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის, ბატონ გურამ დონაძის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივნის მიერ მომჩივანთა შვილის დასასჯელად. ისინი არიან საქართველოში ცნობილი საჯარო პირები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციაში, რომლის შედეგადაც 2003 წლის ნოემბერში გადადგა პრეზიდენტი შევარდნაძე. არსებული ხელისუფლება ძირითადად ეყრდნობა ნდობით აღჭურვილ ამ პირებს. ბატონი ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენციიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერის 1 საათიანი მონაკვეთის უწყვეტი სახით შეფასება შესაძლებელს გახდიდა გარკვეულიყო იმყოფებოდა თუ არა ბატონი მელნიკოვი დანაშაულის ადგილას. ამ მტკიცებულების გაცნობის შესახებ შუამდგომლობები დაკმაყოფილებული არ იქნა სასამართლოთა მიერ. გამორიცხული არ არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ასულიყვნენ ოქროყანაში დროსტარების დასრულების, ანუ 3 საათის შემდეგ მტკიცებულებათა განადგურების მიზნით. ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო საქმესთან დაკავშირებული გარემოებების ამომწურავი სრული და ობიექტური შესწავლა, რაც გულისხმობდა სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის არამხოლოდ 1 საათიანი მონაკვეთის ამოღებას თბილისი ოქროყანას საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილების შესახებ, რაც რეალურად არც კი გვინახავს სრულად, არამედ დანაშაულის ჩადენის მთელი ღამის განმავლობაში. ეს შუამდგომლობა ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოთა მიერ. გამოძიებამ არ წარუდგინა ბატონი ალანია კაფეს დაცვის თანამშრომლებს, რათა გადამოწმებულიყო მისი ვერსია კაფეს შესასვლელში ინციდენტის არსებობის თაობაზე. მოცემული ფრაგმენტული სატელეფონო საუბრების ინფორმაცია არ იძლევა რეალურ სურათს დანაშაულის ჩადენის ღამეს სატელეფონო საუბრების შესახებ, თუმცა მაინც იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას. იმთავით ვევლინდება პირველი საათისა და 28 წუთიდან აქტიური სატელეფონო კავშირი სუფრის წევრებს, მათ შორის ოლეგ მელნიკოვის უცნობ ნომერთან 877-99-99-60, რომელიც თავის მხრივ სატელეფონო კავშირშია ბატონ ალანიასთან. ამავე სუფრაზე მყოფ პირთა სატელეფონო ზარები უშუალოდ ბატონი ალანიას მობილურ ტელეფონზე. ამდენად ყველა ეს პირი კავშირში იყო ერთმანეთთან მომჩივანთა შვილის გატაცებამდე. მიუხედავად იმისა, რომ აგრესორ ალანიას სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია ამოღებული იქნა საქმიდან პირველი საათისა და 40 წუთიდან, ფიქსირდება ერთ-ერთი ანტენის მეშვეობით, როგორც ჩანს გამოძიებას გამოეპარა ეს ინფორმაცია 2 საათსა და 12 წუთზე ბატონი ალანიას სატელეფონო ზარი უცნობი ნომრის მიმართ, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მტკიცებულებათა მიხედვით მომჩივანთა შვილი უკვე გატაცებულია. ეს უცნობი ნომერი 877-79-99-60 კავშირში იყო სუფრის წევრებთან, როგორც უკვე მოგახსენეთ.
წინასწარ გამოძიებას არ ამოუღია 2 საათის შემდეგ კაფე შარდენის არეალის მომსახურე ანტენებიდან განხორციელებული ზარების შესახებ ინფორმაცია, არც სუფრაზე მყოფ პირთა სატელეფონო საუბრების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა გარკვეულიყო იყო თუ არა კავშირი აგრესორებს, მათ შორის ბატონ ალანიასა და სუფრაზე მყოფ პირებს შორის, ან მათი კავშირი სხვა პირებთან, მომჩივანთა შვილის გატაცების შემდეგ. ბატონი მელნიკოვის სატელეფონო საუბრების შესახებ ამონაწილი შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო იმყოფებოდა თუ არა იგი ნამდვილად სუპერმარკეტ Big Ben-თან სიგარეტის საყიდლად. სრული ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შუამდგომლობები დაკმაყოფილებული არ იქნა სასამართლოთა მიერ. სავსებით ნათელია, რომ ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა დანაშაულის ოფიციალურ ვერსიას. ნაკლებად დამაჯერებელია ბატონი მელნიკოვის კაფედან გასვლა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ქალბატონ თაკო სალაყაია მერაბიშვილისათვის სიგარეტის მოტანის მიზნით. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ მას ჰქონდა 2 სავსე კოლოფი სიგარეტი კაფეში მისვლისას. მეტიც, პერსონალური მძღოლი ემსახურებოდა სუფრაზე მყოფ პირებს და დანამდვილებით არა ქვეყნის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. ამ უკანასკნელმა მისი ხანგრძლივი არ ყოფნა ახსნა სუპერმარკეტ Big Ben-ში წასვლით სიგარეტის მოსატანად, რაც იგივე მანძილზეა კაფე შარდენიდან, რაც ოქროყანას სასაფლაო. საქმეზე დართულ მტკიცებულებათა გაცნობის შეუძლებლობა, მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარი, ასევე სტრასბურგის სასამართლოს წინაშე პროცედურის განმავლობაში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებენ მომჩივანთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ ბატონი მელნიკოვი გაჰყვა მომჩივანთა შვილს, რათა მიეთითებია აგრესორებისათვის მობილური ტელეფონიდან ინფორმაცია მისი გადაადგილებისა და მარშრუტის შესახებ, ვინაიდან აგრესორები ვერ ასწრებდნენ მოსვლას მანამ, ვიდრე ის ბარში იმყოფებოდა. სწორედ ეს პოზიცია არის მიჩნეული მედიისა და საზოგადოების მიერ ჭეშმარიტად. გამოძიებამ ვერ გაფანტა ეს ეჭვები. C'est justement cette information qui est tenue, cette position qui est tenue pour vrai par le média et la société. L'enquête n'a pas pu dissiper ces soupçons. ჟავდებულთათვის მსუბუქი სასჯელის დაკისრება სამ გარემოებას უკავშირდება. ერთის მხრივ, სასჯელის სიმსუბუქე განპირობებულია ჩადენილი დანაშაულის არაადეკვატური კვალიფიკაციით, რამაც შეამცირა სასჯელის მოცულობა. უდავოა, როდესაც 4 პოლიციელი 12 ჭრილობას აყენებდა დანით ყელში, სიცოცხლისათვის სახიფათო ზონაში, მინიმუმ ისინი უშვებდნენ მოკლის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, თუნდაც ამ კვალიფიკაციით შესაბამისი მუხლების საფუძველზე დაკისრებული სასჯელი არაჰარმონიულია ქართულ სასამართლო პრაქტიკასთან, რომლებიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლოსათვის. მესამე მხრივ, სასჯელთა არასწორი შეკრების გამო. ცხადია, 4 პოლიციელისათვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი მშვიდობიანი მოქალაქის წამებისა და მოკლისათვის, 7 წელი ბატონი ალანიასათვის და 6 წელი და ნახევარი დანარჩენებისათვის აშკარად არაპროპორციულია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან მიმართებაში. 4 პირი, გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის წერილი, ასევე წარმოდგენილი განაჩენები ადასტურებენ, რომ 153 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამოყენებული სასჯელი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მეტყობს 3-დან 5 წლამდე, რიგ შემთხვევაში 7 წლამდე, ხოლო 117 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 8 წლამდე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის ძირითადად 2 წლამდე. განაჩენის გამოტანის პერიოდში სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა, რომ მოსამართლეებს არ გააჩნდათ ვალდებულება, რომ თითოეული ბრალდებისათვის განსაზღვრული სასჯელი არითმეტიკული სიზუსტით დაეჯამებინათ, მაგრამ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ამ სასამართლოს წინაშე, საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი არ უნდა ყოფილიყო მისჯილის სასჯელის 2/3-ზე ნაკლები. შესაბამისად, მიუხედავად დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციისა და თითოეული დანაშაულისათვის არასწორად განსაზღვრული სასჯელისა, სასჯელთა შეკრების ამ წესის მიხედვით ბატონ ალანიას უნდა მისჯოდა მინიმუმ 9.3 წელი, ხოლო დანარჩენებს მინიმუმ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასამართლო პრაქტიკა არ ყოფილა დაცული მოცემულ შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში სასჯელი 3 წელი იქნებოდა ეს თუ 10, იმ თავითვე მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, რისი თვალსაჩინო მაგალითია ბრალდებულთა საპატიმრო პირობები და მათზე განსაკუთრებული მსჯუნლობა, შემდგომში კი მათი განთავისუფლება. სასჯელი საჯარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევაზე წარმოადგენს დამატებით სავალდებულო სასჯელს, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსი განასხვავებს შემთხვევებს, ასეთია 55, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ, მაგრამ სასამართლო პრაქტიკა ამას არ აჩვენებს, არც უარყოფს. ამასთან უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ სასამართლო პრაქტიკა იცნობს ერთდროულად თავისუფლების აღკვეთის მისჯასა და საჯარო ფუნქციის განხორციელების აკრძალვის გამოყენებას. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოებმა თავიანთ განაჩენებში არ ახსნეს საქმიანობის აკრძალვის გამოუყენებლობის მიზეზები, დამატებით სავალდებულო სასჯელი იქნებოდა ეს თუ არასავალდებულო.
საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს წარმოდგენილია სასამართლოსათვის გადაცემაში, ეს პირები მოთავსებულნი იქნენ საუკეთესო პირობებში დაგრძელებდნენ რეალურად საჯარო ფუნქციების განხორციელებას, გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ემსახურებოდათ მათი პირადი მზარეული და მოსამსახურე, გააჩნდათ კვების განსაკუთრებული რეჟიმი. ღამით მალულად ტოვებდნენ საპატიმრო ადგილს, მათ მუდმივად სტუმრობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. წარმოდგენილი ჩვენების მიხედვით, ეს პირები 2008 წლის აგვისტოს განმავლობაში დროებით გათავისუფლებული იქნენ სამხედრო ოპერაციების მართვაში მონაწილეობის მისაღებად. ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ნაჩვენებმა ამ გადაცემამ გამოიწვია საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება, თუმცა იგი დატოვებული იქნა კომენტარის გარეშე, ისევე როგორც მომჩივანთა მომთხოვნები. ამ 4 პირის მიმართ ამ სახის მოპყრობა მიზნად ისახავდა იმას, რათა მათ უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი ხელისუფლებისაგან, რათა არ გაეცათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის დანაშაულის თანამონაწილე პირები. მაშინ, როდესაც ევროპული სასამართლო საქართველოს მთავრობას უსვამდა შეკითხვებს მისჯილის-სასჯელის პროპორციულობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი გაათავისუფლა ვადამდე პირობით ადრეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე, რომელმაც მათ გაუნახევრა მოსახდელი სასჯელი და რომლის мотиваცია ჩვენთვის უცნობია, რაც ცდება ყოველგვარ კრიტიკას, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღსანიშნავი. შეწყალების კომისიის დასკვნაში მითითებულია, დავახდენ ციტირებას, ამ პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს. ანუ სადიზმი, მკვლელობა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. ჩვენთვის უცნობია სტატუსი და ფუნქციები, რომელსაც ასრულებს ეს 4 პირი ამჟამად ქართულ საჯარო სამსახურში, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 79 მუხლის მეხუთე ნაწილი მათ აძლევს შესაძლებლობას ხელახლა იქნენ ინტეგრირებულნი საჯარო სამსახურში პირობითი მსჯავრდის ვადის გასვლის შემდეგ, დაახლოებით 1 წელიწადში, ანუ დანაშაულის ჩადენიდან 5 წელიწადში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სისხლის სამართლის პროცედურამ ვერ უზრუნველყო დარღვეული უფლების სათანადო რეპარაცია, როგორც ეს მოთხოვნილია განჩინებაში ნიკოლოვა და ველიჩკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ. საქართველოში სამოქალაქო პროცედურის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია სისხლის სამართლებრივ გამოძიებაზე. წარმოდგენილი გადაწყვეტილებების მიხედვით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობა ეყრდნობა არამხოლოდ მოსარჩელის მიერ გადატანილ ემოციურ ტკივილს, რის ქვეშაც სასამართლოები მოიაზრებენ მოცულობის სამართლიანობას, არამედ ასევე მოცულობის გონივრულობას, რის ქვეშაც სასამართლოები მოიაზრებენ მოპასუხის ბრალეულობის ხარისხს, ასევე მის ქონებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, განსაჯელთა ბრალის მსუბუქმა კვალიფიკაციამ და სოლიდარულ მოვალეთა ხელოვნურად შემცირებამ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დანაშაულში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მკვეთრად შეამცირა მორალური ზიანის ანაზღაურების პერსპექტივა. რაც შეეხება არსებით განხილვას, სამოქალაქო საქმე განხილვის პროცესშია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომელმაც დააკისრა 4 აგრესორს სოლიდარულად 40,000 ლარის, ანუ 17,000 ევროს გადახდა, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, როგორც თანხის გადახდის გარანტია. ნათელია, რომ მორალური ზიანის ეს მინიმალისტური ანაზღაურება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ამ სხდომამდე და ამ სხდომისთვის გაკეთებულ რევერანსს. უნდა გქონდეს შიში, რომ თუ ამ სასამართლოს განჩინება წინსწრები იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ან შიდა სასამართლოების გადაწყვეტილება არ აღსრულდება. და ბოლოს, ვიდრე სამდივნოს გადავცემ სამართლებრივი დახმარების თაობაზე დოკუმენტებს, ქალბატონო თავმჯდომარე, ქალბატონო და ბატონო მოსამართლენო, თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ სიცოცხლის უფლების ადგილზე დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ნათელია, მოცემულ შემთხვევაში მოხდა ის, რასაც ქვია განუკითხაობა, დაუსჯელობის გზნობა და იმედი, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება. სამწუხაროდ, არც თუ ისე შორეულ წარსულში საბჭოთა საქართველოში ადამიანებს ძალოვანთა სურვილის მიხედვით იტაცებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. გირგვლიანის საქმემ ერთ-ერთი უპირველესი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ორგანიზაციების, Human Rights Watch-ის, Amnesty International-ის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა, საქართველოს სახალხო დამცველის და სხვა ანგარიშებში, როგორც ნიმუშმა, ძალოვანი სტრუქტურების თავგადასავლობისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხისა. გადაჭარბებული არ იქნება ვთქვა, რომ საქართველოს საზოგადოების თვალები არის დღეს სტრასბურგში და მოუთმენლდენის თქვენს ვერდიქტს. ჩვენთან საქართველოში საზოგადოება წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებს პასუხს ამ შემზარავი უსამართლობის, არნახული იურიდიული და მორალური ნონსენსის შემცველი საქმის ირგვლივ, რომლის უკან დგას მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სამივე შტო, მთელი თავისი შესაძლებლობებით და რომლის არაობიექტურად შეფასებამ სერიოზული კვალი დაამჩნია საზოგადოებას. და როგორც ეს წარმოდგენილ გადაცემაშია ნათქვამი, ეს უკვე აღარ არის ერთი ადამიანის ან ერთი
ოჯახის ტრაგედია, რომლის 5 წევრმა სანდროს გარდაცვალების შემდეგ უსამართლობასთან ბრძოლაში დატოვა სიცოცხლე. მადლობას მოგახსენებთ, ქალბატონი თავმჯდომარე. მადლობას მოგახსენებთ, ბატონო ადვოკატო ჯანდიერი. რომელიმე მოსამართლეს ხომ არ აქვს შეკითხვა? მოსამართლე ჯოსიენე, გთხოვთ. Thank you, Madame le Président. I have a question concerning the facts of the გმადლობ, ქალბატონო პრეზიდენტო. მაქვს შეკითხვა ორივე მხარისათვის ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ოქროყანის ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთ მსხვერპლს, ლევან ბუხაიძეს, ჰქონდა შესაძლებლობა მისულიყო ბენზინგასამართ სადგურზე და შეძლო დაკავშირებოდა პოლიციას დილის 3 საათზე. ამ საკითხზე მითითება არის ასევე მთავრობის მოსაზრებებში. მესამე გვერდზე. სურს გავიგო. იყო თუ არა რეაქცია პოლიციის მხრიდან ბუხაიძის განცხადების შემდეგ კონვენციის მეორე მუხლიდან გამომდინარე არსებული პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებით, რათა გადაერჩინათ ლევან ბუხაიძის სიცოცხლე და ეგებ სანდროს სიცოცხლეც, რომელმაც შეძლო გაქცევა და ეგების ცოცხალი ყოფილიყო დღეს. მაინტერესებს თქვენი პასუხი. მეორე შეკითხვა მთავრობისადმი. მთავრობის 2009 წლის დეკემბრის მოსაზრებასთან მიმართებაში იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სანდროს სიკვდილი არ უნდა მიეწეროს სახელმწიფოს, მეხუთე გვერდზე თქვენ განაცხადეთ, რომ 28 იანვარს ემელის მერსედესი გავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომერ 2 ადმინისტრაციული შენობიდან იმ ადგილისკენ, სადაც იმყოფებოდნენ ეს ოფიციალური პირები და იქ იმყოფებოდა ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამდებობის პირი. შეგიძლიათ გვიპასუხოთ, ეს 3 ოფიციალური პირი იმ საღამოს ასრულებდნენ თუ არა სამსახურეობრივ მოვალეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელი? ხო თუ არა? და თუ არა, რას აკეთებდნენ შუაღამის პირველ საათზე ამ შენობაში? დიდი მადლობა მოსამართლე ჯოსიენე, გთხოვთ მოსამართლე პოპოვიჩ. მაქვს ორი შეკითხვა. პირველი მთავრობისადმი, რომელიც ეფუძნება მთავრობის მოსაზრებებს. მთავრობის სახელით ქალბატონი ვიცე-მინისტრი გვამცნობს, რომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და ვარაუდობ იმ პატიმრის წინააღმდეგ, რომელიც იყენებდა მობილურ ტელეფონს ციხეში. მაინტერესებს, რა შედეგი მოჰყვა ამ გამოძიებას? და მომჩივანი მხარისადმი მაქვს შემდეგი შეკითხვა. რა პოზიცია აქვს მომჩივანს კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით ამ საქმეში? გამოყენება ან გამოუყენებლობასთან დაკავშირებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც გაცხადებული იქნა მთავრობის წარმომადგენლის მიერ. მადლობთ. სხვა შეკითხვები? მოსამართლე შაიო. მადლობ, ქალბატონო პრეზიდენტო. პირველი შეკითხვა მაქვს მომჩივანი მხარისადმი. თქვენ ყურადღებას ამახვილებთ სატელეფონო საუბრებზე, რომლებიც იქნა იდენტიფიცირებული გამოძიების დროს, მაგრამ არ გახდა ნაწილი საბოლოო საქმის მასალებისა. რა გაფიქრებინებთ, რომ ეს საუბრები შედგა და რომ ისინი იყო წინასწარი გამოძიების მასალებში? ქონდათ თუ არა შესაძლებლობა გაცნობოდით მათ და თუ კი ეს ეხება ზარებს თუ ხმის ჩანაწერებს? და შეკითხვა მთავრობისადმი,
მომჩივნები მიუთითებენ დამნაშავეთა შეწყალებაზე. შეგიძლიათ თუ არა მიგვითითოთ პრაქტიკაზე სხვა მკვლელობის საქმეებზე შეწყალებებთან დაკავშირებით. გმადლობ. ვაცხადებ მცირე შესვენებას, რათა გქონდეს შესაძლებლობა მოემზადოთ კითხვებზე პასუხის გასაცემად. 10 წუთის შემდეგ გთხოვთ გასცეთ პასუხები და ასევე უპასუხოთ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებს. Voilà, l'audience est suspendue. Asseyez-vous, sit down. გთხოვთ დაბრძანდეთ. Voilà, nous reprenons ვაგრძელებთ l'audience. ხსლომას. Donc, სურს je vais ვსთხოვო demander au მხარეებს parti du gouvernement თავრობისა et და მომჩივნის au მხარეს rapport უპასუხონ référent, დასმულ répondre aux შეკითხვებს questions და et de გამოვიდნენ procéder à la რეპლიკით. réplique. Madame ქალბატონო Bourdialani, ბურჯალიანი, vous avez, გაძლევთ la სიტყვას. parole pendant une თქვენ dizaine de გაქვთ minutes. 10-ოდე წუთი. Thank you, Madam President. გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო. დავიწყებ I will მოსამართლეთა first შეკითხვებზე answer to the პასუხის questions გაცემით. მოგვიანებით posed by ასევე გამოვიყენებ დროს, respected რომელიც judges. მრჩება, რათა And ვუპასუხო მომჩივნის later I ზოგიერთ will use არგუმენტს. the time შეკითხვებს to ვუპასუხებ reply, თანმიმდევრობით. to some of the, პასუხი პირველ claims შეკითხვაზე. raised by the applicant. I will answer ბატონმა the ბუხაიძემ questions ერთ-ერთ according to the მსხვერპლმა, sequence as they რასაკვირველია, were posed. შეძლო გაქცევა, მაგრამ საქმის მასალებისა და მისივე ჩვენების Mr. მიხედვით Buhaidze, one of the მან victims, შეძლო დაკავშირებოდა პოლიციას indeed დილით managed ადრე. to escape from the scene of the crime. ბუხაიძე იქნა დაკითხული. ცდელობა იყო But მიღებულიყო მაქსიმალურად according to the ბევრი case ინფორმაცია file მისგან and და ეს according დასრულდა to დილის his own 11 statements, საათისათვის. he managed to reach the პოლიცია police შეწუხებული in ამ the early ინფორმაციით morning. და პირები, რომლებიც სპეციალურად Buhaidze მომზადებულნი was არიან საამისოდ, interviewed გაგზავნილნი and იქნენ the დაუყოვნებლივ interrogations მომჩივნის attempts to შვილის get as much აღმოსაჩენად. information as ბუხაიძის possible ჩვენების from მიხედვით him ის დაუკავშირდა მსხვერპლის finished მეგობრებს no later და than ვლინდება, 11 a.m. რომ პოლიციამ And მონაწილეობა the მიიღო გადარჩენის police, ოპერაციაში. თუ კი ნებას people დამთავრდ ეს particularly გამონათქვამი trained in, გამოვიყენო. This kind of situations were sent immediately to manage and find the applicant's son. მსხვერპლის მეგობრები ასევე წავიდნენ The statement of დანაშაულის Mr. ჩადენის Buhaidze ადგილას, რათა ეპოვნათ suggests მომჩივანთა that შვილი. he made the calls to the სამწუხაროდ friends of, მხოლოდ დღის the 3 victim as საათზე well. გახდა And it ეს seems შესაძლებელი, that, როდესაც police went, ნაპოვნი იქნა მომჩივანთა was შვილის rescue გვამი. operation, if I may use this word. And at the same time, the friends of the victim also went მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ ადგილს, ჩვენ გვაქვს ფოტოები, ვიდეო დანაშაულის ადგილის და ეს ადასტურებს ნაცლად, რომ რელიეფი, სადაც დანაშაული მოხდა, არის საკმაოდ რთული და მომჩივანთა შვილის გვამი ნაპოვნი იქნა საკმაოდ მოშორებით იმ ადგილისაგან, რაც აღწერილი იქნა ბატონი ბუხაიძის მიერ. That the relief and the environment where the crime occurred is quite a difficult one, and the applicant's son's corpse was found in a remote area from the ამდენად პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი და წარმოსადგენი იყო, რათა გადაერჩინა ეს მამაკაცი, დანაშაულის მსხვერპლი, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გვიანი იყო.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, Mercedes ML-ის ჯიპს და 4 მსჯავრდებულის ყოფნას შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. კანონის თანახმად, რომელიც აწესრიგებს ოფიციალურ სამუშაო დროს საქართველოში, სამუშაო დრო მთავრდება 6 საათზე. ეს პირები არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, მაგრამ არ არსებობს შეზღუდვა. არ არსებობს ვალდებულება დატოვოს საჯარო შენობა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. ჩვეულებრივია, რომ პოლიციის თანამშრომლები რჩებიან შენობაში სამუშაო საათების დასრულების შემდგომ. მინდა ასევე შევეხო ავტომობილების საკითხს. მომჩივანმა ასევე წამოსწია ეს საკითხი და მიუთითა, რომ აგრესორებმა გამოიყენეს ავტომობილები. ეს ავტომობილი არ განეკუთვნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. იგი წარმოადგენდა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით დაყადაღებულ ავტომობილს. იგი იდგა პარკირების ადგილას და თანამშრომლებს არ ჰქონდათ უფლება გამოეყენებინათ ეს ავტომობილი. ამიტომაც ერთ-ერთი განსასჯელი ბატონი ალანია განსაკუთრებულად იქნა დასჯილი მისი კანონსაწინააღმდეგო საქციელისათვის, რაც გამოიხატა მის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაში, ავტომობილის მართვაში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. რაც შეეხება მოსამართლე პოპოვიჩის მიერ დასმულ შეკითხვას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყო და განხორციელდა ყველას იდენტიფიცირება. ყველა, ვისაც სავარაუდოდ შეიძლებოდა ჰქონოდა ინფორმაცია, პირები, რომლებიც აღბეჭდილნი არიან მოწოდებულ ვიდეო ჩანაწერზე, დაკითხულნი იყვნენ. პენიტენციალური სისტემის ადმინისტრაცია დაკითხული იქნა. დღევანდელი მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის ამ პირთა წინააღმდეგ. ამდენად გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება მოსამართლე შაიოს შეკითხვას პრეზიდენტის მიერ განსასჯელთა შეწყალებასთან დაკავშირებით. ჩვენ წარმოუდგინეთ სასამართლოს პირობითი შეწყალების სტატისტიკა 2008-2009 წლებზე, პერიოდი, რომელიც შემხებლობაშია ამ განხილვასთან. 2008 წელს 2804 პირი იქნა შეწყალებული და 367 შეწყალებული იქნა ამ განსასჯელებთან ერთად. მე მსურს განსაკუთრებით შევეხო ამ შეწყალებას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა შეეწყალებინა ყველა, რომელთაც სამხედრო რანგი ჰქონდათ და რომლებიც იხდიდნენ სასჯელს. ამ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის ხასიათი არ იყო გადამწყვეტი. ამ 367 პირს შორის იყვნენ პირები, რომლებიც დამნაშავედ იყვნენ ცნობილნი სხვადასხვა დანაშაულისათვის, მათ შორის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების გამო. მოკლედ შევეხები მომჩივნის მიერ მოყვანილ რამდენიმე არგუმენტს. მომჩივნის საჩივარსა და წარმოდგენილ დოკუმენტებში მრავალგზის არის ნათქვამი, რომ მათ ჰქონდათ ეჭვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაში. სამწუხაროდ, აქამდე ვერ ვიპოვეთ ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ პოზიციას დაადასტურებდა. ჩემს გამოსვლაში მთავრობა მიუთითა კიდეც ზომებზე, რომლებიც მიიღო, რათა კონკრეტულად ეს ვერსია გადაემოწმებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ამ დანაშაულის ორგანიზება და განხორციელება. მომჩივანმა არ უპასუხა და ვერ შეძლო ეპოვა არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რაც მე ვთქვი ჩემს გამოსვლაში.
თუ რატომ იყო არაეფექტური მთავრობის მიერ მიღებული ზომები, მათ შორის საპროცესო შეთავაზება სასჯელთან დაკავშირებით. ფლია ბერგაინი დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი სავარაუდო პირის დასადგენად. რაც შეეხება მტკიცებულებათა გაცნობას და შესაძლებლობას შეგროვებულიყო მტკიცებულებები, რომელთაც შეეძლოთ ან არ შეეძლოთ დაედასტურებინათ გარკვეული გარემოებები, მომჩივნები მონაწილეობდნენ სხდომებში, სადაც ეს პირები, სამინისტროს ეს თანამშრომლები, რომელთაც თითქოს მიიღეს მონაწილეობა ამ დანაშაულის ორგანიზებაში, დაკითხულნი იქნენ სასამართლოს სხდომების დროს, რომლებიც ღია იყო და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა შეკითხვები დაესვა და მიეღოთ ინფორმაცია მათგან, რაც შესაძლოა გაამყარებდა ამ პოზიციას. მომჩივნებმა გამოიყენეს ეს უფლება, მაგრამ არაფერი მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა რაღაცის გადამალვას გამოძიების მიერ. ამ თანამშრომელთა დაკითხვები მოსამართლეთა წინაშე არ მიუთითებდა არავითარ განსხვავებულ ან დამატებით ფაქტებზე, ვიდრე ეს მათ მიერ იყო მითითებული ადრე და რომელთაც შეეძლოთ შეეცვალათ გამოძიება. რაც შეეხება ერთ-ერთ ბრალდებულის ბატონ ალანიას იდენტიფიცირებას კაფეს თაცვის თანამშრომელთა მიერ, მართალია, ბატონი ალანიას იდენტიფიცირების პროცედურა, მისი განცხადება გადაცემული იქნა ტელევიზიით, მაგრამ სურს თქვენი და მომჩივნის ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ კაფეს დაცვის თანამშრომელთა ჩვენების მიხედვით მათ არავინ უნახავთ. ეს არ ეხება იმას, რომ მათ ვიღაც ნახეს, რომელიც ბატონ გირგულიანს ესაუბრებოდა, ან რომ მათ აღენიშნათ, რომ მათ შენიშნეს ფაქტი და რომ მათ არ მოუხდენიათ ამ პირის იდენტიფიცირება. ამდენად, მითითება იმაზე, რომ ტელევიზიით ბატონ ალანიას განცხადების ტელეტრანსლირება რაღაცნაირად ეწინააღმდეგებოდა, გავლენას ახდენდა მომჩივნის უფლებებზე, ბატონი ალანიას ამოცნობის შესახებ უსაფუძვლოა. რაც შეეხება ბრალდებულთა ერთ საკანში მოთავსებას, მთავრობას არასოდეს უცდია ამ ფაქტის უარყოფა, როდესაც ოფიციალური წერილი გაეგზავნა მომჩივნის ადვოკატის მიერ პენიტენციალურ დაწესებულებას, პენიტენციალურმა დაწესებულებამ დაადასტურა, რომ ისინი ერთ საკანში იყვნენ განთავსებულნი. გუშინ ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ციხის დიდი ნაწილი რემონტდებოდა, მაგრამ უმთავრესი არგუმენტი, რომელიც მთავრობას სურს წინ წამოსწიოს, არის ის, რომ ამ პირების ერთ საკანში განთავსებას არ შეუცვლია არაფერი. მათ მისეს ჩვენებები სანამ განთავსდებოდნენ ამ საკანში და ჩვენ არ გვაქვს განსხვავებული ჩვენებები ამ საკანში მათი განთავსების შემდეგ. ამდენად, ამ სამწუხარო ფაქტს უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია მომჩივანთა უფლებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხი, მათ შორის სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით, გარკვეული წერილობითი და ვიდეო მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ. მომჩივანი მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ შეუძლია დაამძიმოს განსასჯელთა მდგომარეობა. სასამართლოს არ შეუძლია შეცვალოს განსასჯელთა ქმედებებისათვის მიცემული კვალიფიკაცია. პირველ რიგში, ორი მნიშვნელოვანი გარემოებაა ჩვენს თვალწინ. ეს იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული მოთხოვნა, რომ თუ კი მომჩივნებს ნამდვილად ჰქონდათ პრობლემა და არგუმენტები, რიგ მტკიცებულებათა გაცნობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, როგორც ისინი უწოდებენ, მათ უნდა გაესაჩივრებიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოო განაჩენთან ერთად. მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, რათა მიეღოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათი მოთხოვნის უარის თქმის საკითხზე. და გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო
თუ იქნებოდა ინფორმირებული სხვა პირთა მონაწილეობის შესახებ დანაშაულში, მათ აქვთ უფლება და მათ აქვთ შესაძლებლობა მიაწოდონ ეს ინფორმაცია პროკურორს, რომელიც ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მონაწილეობს საქმის განხილვაში და ჩვენ გვწამს, რომ აპელაცია სასარგებლო იქნებოდა იმ თვალსაზრისით მაინც, რომ გადახედილიყო მომჩივანთა პოზიცია, მათ შორის სხვა პირთა მონაწილეობის შესახებ ამ დანაშაულში და დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათთან დაკავშირებით. მათ ეს არ გააკეთეს. უზენაესმა სასამართლომ დიახ არ დააკმაყოფილა მათი ეს მოთხოვნა, რაც პროცედურული თვალსაზრისით სრულიად ნათელია. უზენაესმა სასამართლომ შეახსენა მომჩივნებს თავის განჩინებაში, რომ უზენაეს სასამართლოს შეუძლია განიხილოს საკითხი, თუ იგი იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. მთავრობა ბოლომდე ვერ იგებს, თუ რატომ არ გაასაჩივრეს მომჩივნებმა პირველი ინსტანციას სასამართლო შემაჯამებელი განაჩენის სააპელაციო წესით და გადაწყვიტეს გაესაჩივრებინათ და გაესაჩივრებინათ იგი საკასაციო წესით. To appeal the decision in the Court of Cassation. Sure. Yes, I will just დიახ, დამატებით მივუთითებ კიდევ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. 4 განსასჯელის კონტაქტზე ამ კაფეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებთან. მთავრობა ადასტურებს და ეს თანამდებობის პირების ჩვენებები ადასტურებენ, რომ მათ ჰქონდათ სატელეფონო კავშირი განსასჯელებთან მომჩივანთა შვილის გატაცებამდე, როგორც ეს იქნა მითითებული მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის მიერ. ამ ჩვენებებში ნახსენები იქნა ასევე, რომ 4 განსასჯელი უნდა მისულიყო ამ დაბადების დღეზე, ისინი იგვიანებდნენ და ამდენად პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ შარდენ-ბარში, მათ უკვე ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, თუ ჰქონდათ განზრახვა მისულიყვნენ იქ ამ დაბადების დღეზე. მადლობას მოგახსენებთ. გმადლობ ქალბატონო ბურჯალიანი, ბატონო ჯანდიერი, თქვენ გეძლევათ სიტყვა. Merci beaucoup madame la présidente. დიდი მადლობა ქალბატონო თავმჯდომარე, პასუხს გავცემ დასმულ შეკითხვებს. პირველი შეკითხვა. როდესაც ბუხაიძე მივიდა ბენზინგასამართ სადგურზე, იქ იმყოფებოდა მხოლოდ დარაჯი. იქ არ იყო ტელეფონი, მათ არ ჰქონდათ არც მობილური ტელეფონი, არც ერთ მათგანს არ გააჩნდა კომუნიკაციის საშუალება. ეს დაუსახლებელი ადგილია და უნდა დაუდებოდნენ დილას. ბუხაიძის ჩვენების მიხედვით მას ეგონა, რომ სანდრომ თავი დააღწია აგრესორებს. ეს არის ერთ-ერთი პასუხი, რომელიც შეგვიძლია მოგცეთ. მეორე შეკითხვა მთავრობისთვის იყო დასმული, რაც შეეხება მესამე შეკითხვას. არ ვიცით, ეს პირები ასრულებდნენ თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას, ან რატომ იმყოფებოდნენ შენობაში იმ ღამით. მეექვსე მუხლის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით მთავრობა აპროტესტებს მეექვსე მუხლის გამოყენებას. განჩინებაში პერეზ საფრანგეთის წინააღმდეგ სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ უფლებაზე უარი უნდა იყოს ნათქვამი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. მთავრობამ გუშინ წარმოადგინა წერილობითი მოსაზრებები და იძულებული ვარ მათ ვუპასუხო. ახლა ისინი შეეხება ასევე ამ შეკითხვას. მთავრობამ მიუთითა, რომ მომჩივანს ჰქონდა მხოლოდ შურისძიების მიზანი, რაც არ არის გამყარებული არგუმენტებით. მეორეც მთავრობა მიუთითებს, რომ დანაშაულის ჩადენიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოითხოვა მომჩივანმა მორალური ზიანის ანაზღაურება და არა სისხლის სამართლებრივი პროცედურის დროს. მინდა ხაზი გაუსვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 33 მუხლის მეექვსე ნაწილის მიხედვით მომჩივანს ჰქონდა ამ არჩევანის უფლება. მეორეც სამოქალაქო კოდექსის 122 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი. მთავრობა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პროცედურა გავლენას არ ახდენს სამოქალაქო პროცედურაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტებს აქვს პრეიუდიციული ძალა. მომჩივანმა მიმართა სამოქალაქო სასამართლოს და კიდევ ერთხელ მოვიშველიებ განჩინებას პერეს საფრანგეთის წინააღმდეგ.
რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ უფლებაზე, სამოქალაქო მოსარჩელიობაზე უარი უნდა იყოს ნათქვამი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. მეხუთე შეკითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიჩნიეთ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ყველა სატელეფონო საუბარი, აღნიშნულის დასადასტურებლად ვეყრდნობი საქმის მასალებს ტომ 1-ში, საქმის ფურცელი 139-140 ამოღებულია. დანომბრვა კი სწორედ პროკურატურის მიერაა გაკეთებული. ქალბატონ თავმჯდომარე, მინდა რამდენიმე მოსაზრება მოგახსენოთ, რომელიც ითხოვს კვლავ ყურადღებას. თავდაპირველად იმის გასარკვევად ადგილი ჰქონდა თუ არა შეუსაბამო მოქმედებას, დამოკიდებულია იმის შინაარსზე, თუ რა იქნა დარღვეული. თუ მოვახდენთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის რეზუმირებას კონვენციის მეორე მუხტთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა დაარწმუნოს სასამართლო, რომ სიცოცხლის წართმევა მოხდა იმ ჰიპოთეზით, რომელიც შეესაბამება ღირებულებას, რომელიც დაცულია მეორე მუხლით. ის, რაც ჩავინიშნე საქართველოს მთავრობის პასუხად, თუნდაც დაგეგმილ ოპერაციას არ ქონოდა ადგილი, რომელიც მიზნად დაისახავდა კანონიერ მიზანს, ან სპონტანურ ოპერაციას პატრულირების დროს, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ან პოლიციისათვის კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქციის განხორციელებას, ეს არათავისუფლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობისაგან მისი მოხელეების მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, პოლიციელთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის, პრივილეგიებისთვის, ძალაუფლებისათვის, რომელიც მინიჭებული აქვთ სახელმწიფოსაგან. ეს არის ერთადერთი ხედვა, რომლითაც არის შესაძლებელი ამ საკითხის ინტერპრეტაცია. უკვე მოგახსენეთ, რატომ უნდა იქნეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა განსაზღვრული, თავდაპირველად ნებამიბოძეთ შეგახსენოთ ამ საქმის რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საკმაოდ დეფორმირებულად იქნა წარმოდგენილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ. ხედავ, რომ მთავრობა ცოტა ამნეზიურია აქ. მთავრობის მოსაზრება, რომ ალანიას განცხადება, რომ ის წარედგინა მსხვერპლს როგორც პოლიციელი არის მცდარი და ეს დადასტურებულია ბუხაიძის მიერ არასწორია, ვეყრდნობით ტომ 1 საქმის ფურცელი 42 ბუხაიძის ჩვენებას და ვახდენ ციტინებას. მან წაიკითხა ჩემი გვარი, მან შემომხედა, რათა შეემოწმებინა ჩემი ფოტო, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. ლევან ბუხაიძემ დაადასტურა იგივე ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოს ხდომაზე, ტომი 6 საქმის ფურცელი 29. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. საქმის ფურცელი 30. დარწმუნებული ვიყავით, რომ იყვნენ პოლიციელები. საქმის ფურცელი 32. ჩვენ ისინი მივიჩნიეთ პოლიციელებად. ასევე ალექსანდრე ღაჭავა, ტომი 3 საქმის ფურცელი 179. ჩვენ მათ წარვუდგინეთ დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მუშაობდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გეორონტი ალანია, ტომი 3 საქმის ფურცელი 50-51. მე მათ მოვთხოვე წარმოედგინათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, ვუთხარი რა, რომ ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ გამოყენებული იარაღი არ ეკუთვნოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არასწორია და აიმტკიცებულება, ბიბილურიძის დაკითხვის ოქმი, ტომი 3, ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია ალანია დამიკავშირდა მობილურით. მან მომთხოვა მისვლა ლესელიძეზე, რადგან სავარაუდოდ დასაკავებელი იქნებოდა ვიღაც და სწორედ ამ მიზნით მქონდა ჩემი ტაბელური სამსახურებრივი იარაღი. იგივე ჩვენება მისცა ბატონმა ხაჭავამ, ტომი 3, საქმის ფურცელი 73-74. მთავრობის განცხადება, რომ არც ერთი გამოყენებული ავტომობილი მას არ ეკუთვნოდა, არასწორია. ბიბილურიძე ჩვენებაში ამბობს, საქმის ფურცელი 67, რომ მან გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მანქანა. რაც შეეხება გამოყენებულ მეორე მანქანას, იგი დაყადაღებული იყო და ისიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში იმყოფებოდა. რაც შეეხება განზრახვას, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით უკვე განვაცხადე, რომ მკვლელობის განზრახვის ქონა ან ასეთი განზრახვის არ ქონა მხოლოდ ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული სხვა გარემოებებთან ერთად. სურს მოვიყვანო ამონარიდი ინტერამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გარსია პრიეტო ელ-სალვადორ. იმის დასადგენად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევას, აუცილებელი არაა დანაშაულის ჩამდენთა ბრალეულობის ან მათი განზრახვის დადგენა, როგორც ამას ითვალისწინებს ადგილობრივი სისხლის სამართლის კანონმდებლობა და არც ის არის აუცილებელი, რომ ცალ-ცალკე დადგინდნენ ის აგენტები, ვისაც დარღვევები მიეწერება.
ლოგიკის წესების მიხედვით და გამოცდილების საფუძველზე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მათ წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ფართო მოქნილობით სარგებლობს უფლებების დარღვევაზე სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობის დასადგენად. აღარ გავიმეორებ ჩემს მოსაზრებებს მეორე მუხლის პროცედურული ვალდებულებების და მის უპატივცემლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ. რაც შეეხება გადაცემას, ის რაც იქნა ნაჩვენები წარმოადგენენ რეალურ ვიდეო კადრებს. მთავრობა მიუთითებს, რომ მანქანებზე ნომრები, რომლებიც შედიან და გამოდიან ციხიდან, არ ჩანს, რაც არასწორია. მოგიწოდებთ ნახოთ ეს ჩანაწერი. ამასთან მინდა მოგახსენოთ მედიაში ნაჩვენებ მასალებთან დაკავშირებით. მინდა დავეყნო ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ White Van გვატემალას წინააღმდეგ. საგაზეთო სტატიებს არ აქვს დოკუმენტური მტკიცებულების ძალა, ამასთან ისინი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი გამოხატავს საჯარო და კარგად ცნობილ ფაქტებს. და ბოლოს ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფომ სასამართლო ორგანოებმა არაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა შეექმნათ პირობები ნდობის მოსაპოვებლად, რათა ბოლო მოეღოთ უსამართლობისათვის. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა გადაცემა, რომელიც ადასტურებს ამ ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ყველასათვის ცნობილია ის პირები, რომლებიც ლიკვიდირებულნი იქნენ ქუჩაში. დუტა რობაქიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვი, გიორგი გამცემნიძე. ყოველთვის ფაქტები ყალბდება, საქმეები ფალსიფიცირდება. ამდენად ინგლისურ ენაზე ჩვენ შეგვიძლია ეს შევაფასოთ როგორც შეუმდგარი სახელმწიფო. სწორედ მოსამართლის პასუხისმგებლობაა განახორციელოს ამაზე კონტროლი. მაშინაც კი, როდესაც ევროპა ედგა ყველაზე დიდი ისტორიული საშიშროების წინაშე, მხოლოდ ერთეული მოსამართლეები დარჩნენ ერთგულნი წინა პერიოდის კანონების და სწორედ ამიტომ იყო, რომ შეიქმნა ევროპის საბჭო და გაცხადებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. და ბოლოს ქალბატონო თავმჯდომარე ეს საქმე ყოველთვის მახსენებდა გერმანიის 1959 წლის კონსტიტუციის მიღებას და განსაკუთრებით შეძახილებს, რომლებიც მას თან ახლდა nie wieder არასოდეს მომავალში. იმედი მაქვს ეს დღე დადგება ჩვენს ქვეყანაში და ღეშტად სამართლებრივი სახელმწიფო აიღებს თავის სიმაღლეს, მისცემს რა სუნთქვას ახალ დაბადებას სახელმწიფოსა და თავის მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონო ადვოკატო ჯანდიერი. ჩვენ უახლოვდებით სხდომის დასასრულს. მინდა მადლობა გადაუხადო გამოსვლელებს მათი მონაწილეობის, გამოსვლებისა და შეკითხვებზე პასუხის გაცემისათვის. სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობასა და მის არსებით მხარეზე. გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება შემდგომში და მხარეები ინფორმირებული იქნებიან გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის შესახებ. სხდომას დახურულად ვაცხადებ.